საღამოშიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი ყოველ პარასკევს ამ სტუდიაში ვიკრივებით ფეხბურთზე სასაუბროთ. მუდმივი წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საუკაძე და ლაშა სილაგავა ვარ თქვენთან ერთად და გვეყოლებიან სტუმრები. მირიან ცხარაძე იცნობ თქვენ მას ძალიან კარგად, არაერთხელ არის ჩვენთან ერთად ნამყოფი, განსაკუთრებით დიდი პატრიოტი ეროვნული ჩემპიონატის და ქართული გუნდების და ქართული სპორტსმენების. სანდრო ჩირინაშვილი ძალიან ხშირად საინტერესო იდეებით და ეს ჯარისკაცების შეყვანის იდეა მაკედონიასთან დახურულ მატჩზე სწორედ მან გითხრა და ეგრო გაითვალისწინებინა მაშინდელ პრემიერს. მე მგონი იმაზე ადრე გაიხარებდა საქართველოს ვიდრე საბერძნეთთან მივიღეთ ის სიხარული, მაგრამ მე მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ მაშინდელმა მთავრობამ და კერძოდ მისმა ხელმძღვანელობამ ვერ გააცნობიერა ის დიდი მნიშვნელობა იმ თამაშის, რომელიც რეალურად მერე შევიტყვეთ და ზოგიერთმა მერე გაიგოთ, რომ ჩვენ ვინც ამ სტუდიაში ვართ, ძალიან კარგად ვიცოდით, რას გვაძლევდა ის თამაში და თუ კი საბერძნეთის ნაკრებთან უფრო ძლიერთან შეიძლებოდა მაყურებლების თანდასწრებით მოგება, ალბათ იმათთანაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზავთ, ის შანსი გაუშვით და აგერ იმიტომ გავიხსენი, რომ სანდრო სწორედ მაშინ ამბობდა ამას. სამაგეროდ ეხლა ვართ კარგ ხასიათზე, მართალია ესეთი დიდი ტურნირი არ მოგვიგიან, სადმე არ გავსულვართ, მაგრამ იცით რა, რაც არ უნდა ფეხბურთი იყოს ტიტულებზე, გამარჯვებებზე, რაღაც პრიზებზე დამოკიდებული, არის კიდევ სხვა ფაქტორები, ხო? არის დერბები, არის სამეზობლო ურთიერთობები, რომელიც რაც ეს სპორტი არსებობს და რაც ეს ქვეყნები არსებობს, ჩვენ და სომხეთი, მუდმივი რაღაც ქიშპობა, იუმორი, ის ჩვენ პირველმა გავაკეთეთ, ეს ფეხბურთი ჩვენ უფრო კარგი ყავს, ისტორიანი ჯობია თუ ყიფიანი, რა ვიცი, კამათის მეტი რა არის ამ თემებზე, რაზდანი უფრო კარგი სტადიონია თუ დინამო და ყველაფერი მიდის და აი ახლა ბოლო ორმა მატჩმა იმხელა წარმატება მოგცო, რომ იქ დათუნაშვილიც იყო, იქ თასის ფინალიც იყო, იქ 10 კაცით 4-1-იც იყო, 7-0-იც იყო, მაგრამ არანაკლებ მრავალწლიანი საამაყო გამარჯვება მოგვიტანა ჩვენმა ეხანდელმა თაობამ და ჩვენ გვიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი იყო და იმასაც შევესწრებით, ჩვენ არ ვართ განწყობილი ისე, რომ თქვა წაგებულს და წაქცეულს შეურაცხყოფა მივაყენოთ, პირიქით იქ რაღაც გაუგებრობაც ყოფილა, ამაზე მე უფრო ალბათ მატჩის ვილაპარაკოთ, მაგრამ სპორტულ მოედანზე გამარჯვება სასიამოვნო იყო, თან ისეთი ანგარიში როგორიც იყო. გარდა ყველაფრისა, ამას ასევე უნდა გავიზრდება, რომ ამ გამარჯვებამ მოგცა B დივიზიონში დარჩენის უფლება. იყო რაღაცა იცი, ჩემს აბსოლუტურად გაუგებარი ესენი რა ქვია, მოსაზრებები, რომ კარგი ხო არ იქნება, რომ წავაგოთ, გავარდეთ C-ში და მე იქიდან შევიდეთ ისევ უკანა კარებიდან და უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე და საქმე ეს არის, ჯესტი არავის არის გარანტია არ არსებობს, რომ C-დანაც შეხოლმა და მაინც ამ მაშინ რა ქვია და წაგებაზე ორიენტაცია და იმაზე რა ვქი, ფიქრი იმაზე, რომ როგორ მოდი კიდე წავაგოთ, მე იქნებ კიდე წავაგოთ და უბრალოდ ჩავიდეთ მათ ტურისტებთან რაღაცა ჩაგვიყვანონ და B დივიზიონში ყოფნას რა მნიშვნელობა აქვს? ამას თუ ვერ ხვდება ვინმე, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ ფეხბურთში ვერ ერკვევა. ძლიერ გუნდებთან დაპირისპირება და კონტაქტი და უძლიერეს და კამპანიაში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ალბათ ერთადერთი გზაა იმისი, რომ განვითარდეს ფეხბურთი, იმიტომ რომ საკლუბო შენ კი დადიხარ იმაზე, რა ქვია, ეროვნულ ჩემპიონატზე შემომიერიან, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ წამოვიდეთ კიდე წელიწადში ორჯერ ევროთასებზეც დადის. ხო, მაგრამ იმისთვის რომ მე ჯერ დავდივარ. უბრალოდ მადლობა მოწვევისათვის პირველ რიგში. მე ჯერაც დავდივარ, იმიტომ რომ უბრალოდ ხანდახან თბილისის ორი გუნდი გადის და ამიტომ 4 თამაში მიწევს. ხო. ეგეც არის. მათემატიკა ყოველთვის ეგეთი მარტივი არ არის. ხო, მაგრამ 4-ვე თბილისში ხო არ არის, ორი მათემატიკა ზუსტი მეორე საკითხია, ბიზნესა მე დააგეთახები. აი, კი წავედით, C-დან გავედით, მაგრამ თავარი იმ ჩემპიონატში აი შაშანდი ევროპაზე ჩვენ რას მივიღეთ მონაწილეობა, ხო, მონაწილეობა არ იყო. მარტო ჩვენთვის თავარი ის იყო, რომ ჯგუფიდან გავედით და გავედით დამსახურებულად, არა ისე რა, რომ რაღაცა
გაგვიმართლა, ყარაულის თოფივით გაავარდა და რაღაცა. ვითამაშეთ თამაში, წაგებულ თამაშიც კი თურქებთან კარგად ვითამაშეთ და ჩემის აზრით ის საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. მე ყველაზე კარგი თამაში იყო თურქებისთან თამაში. ერთი გავედით და მეორე კიდევ იქ მივიღეთ ის გამოცდილება, რის წყალობითაც ეხლა ცხრით 1-2 თამაშის ჯამში დასრულდა, იმიტომ რომ მარტო ხო დრიბლინგი არ არის ფეხბურთი, ფსიქოლოგიაც ხო რთული, მნიშვნელოვანი საკითხია. და ჩემის აზრით გუნდმა უკვე აი ეს სტაბილურობას იძენს, რომ შეუძლია პირველ ნომრად მოუგოს თამაშები. ჩვენ გვინახავს პირველ ნომრად ნათამაშები ჩვენ ნაკრები, გოლს რო ვერ იტანდა. რაც არ უნდა სუსტი და გვაღიაროთ, რომ აი დამთრგუნველია ესეთი საფეხბურთო ერის, როგორიც სომხეთია, ამ დღეში ყურება, რომ ესეთი ნაკრები ყავს რა. ახლა მეკარე 9 გაშვებული გოლიდან 4 შპაგატზე და ჩაჯდომით რომ მოინდომებს აღებას, ნუ ახლა ის მეკარე ცოტა რთულია უწოდო და რაღაც ეგეთები, მაგრამ 9 ხო მაინც უნდა გაიტანო, რაც არ უნდა სუსტი იყოს აქ. კი, რა თქმა უნდა. მაგაზე სუსტ გუნდებთან ხო გვითამაშია გიბრალტართან, ანდორასთან. მოიცა ალბანეთთან რო გვინდოდა მოგება და 9 ფორვარდით გამოვედით, ხო წავაგეთ მე ის თამაში. აი ეს ფსიქოლოგიაც არის. კარგია რომ მოვიდეთ. იქ თუ ის ახლა მე რაგბისტებს დავისაცხები, რაგბი რატო ითხოვს? რაგბი ხო ზუსტად იცის, რომ წელს რო ჩართო 6 ერში, 1-5-6 წელიწადი, მაინც იქ შეიძლება თამაში საერთოდ ვერ მოიგოს. მაინც ითხოვს რა, იმიტომ რომ ძლიერთან უნდა გავიზარდო მე. არა, იგივეა აქაც და თუ C-ში წავედით და D-ში წავედით, D-ში კი მოვუგებთ ანდორას და სან მარინოს. კი ბატონო. ისა D-ში თუ წახვედი, შეიძლება იმ სან მარინოს ვეღარ მოუგო რა. ხო და არ გვინდა ესეთი რა გვინდა ეგა? წაგებულის ფსიქოლოგია უვითარდება. მე დავძლიეთ უკვე ეგა და აღარ უნდა დაბრუნდეთ იმ სადგურში, რომელიც გავიარეთ უკვე. კი ბატონო, სანდროსთან გადავალ, მანამდე აბსოლუტურად აი მეც ეს მაგალითი მინდოდა მომეყვანა. მაშინ მორაგბეები კი ვიგებთ ამ ევროპის ჩემპიონატს და რუმინეთი, ესპანეთი, 17 პორტუგალია და ეს უკვე ყელშიც ამოგვივიდა ეს იმდენი მოგება და კი ბატონო, რუსეთთან მოგება განსაკუთრებით გვახარებს, მაგრამ ბიჭებსაც და მაყურებელსაც უკვე უნდა იქ იმ ელიტაში შესვლა, სადაც თქვათ ვერ მოვიგებ თამაშის, მაგრამ ზდა მოხდება, ხო? ეხლა ესპანეთს ყოველწელს რომ მოუგებ, უკვე აღარ იზრდება ეს გუნდი და საჭიროა ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე 1001 ერთხელ ჩასვლა და იქ ორ გუნდთან თამაში არ გაგვზდის ისე რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ სპორტის სახეობაში უფრო მეტს მიაღწიოს. ამიტომ ფეხბურთში სტატუსია რა, B დივიზიონში, მეორე დივიზიონში ხარ რა. ინგლისია იმ დივიზიონში ხარ, ფეხბურთის მონგოლი. ხო, გაცილებით უკეთესი ხარ. სანდრო, მოდი აი დიდი ხანია აქ არ ყოფილხარ და საქართველოს ნაკრები, აი დღევანდელი სახე რაც ვიხილეთ, თქვათ იმ ევროპის ჩემპიონატის შემდგომი პერიოდიდან მოვედით აქამდე და გველის ახალი სერიოზული გამოცდა უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად და აი ეს შუალედური მდგომარეობა ნაკრების რას გეუბნება შენ? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. მე იმას მეუბნება, რომ აღარა მაქვს ის შეგრძნება, რომ აი ჩაკვეტაზე თუ არ იქნება, ვერ მოვიგებთ. კვარაცხელია თუ არ იქნა, ვერ მოვიგებთ. რაღაცა ეს შეცვალა იმან, რომ სკამი ცოტა გრძელიც გახდა, ჯამთელი კონკურენციაა და ყველა რგოლში დაცვიდან დაწყებული, თავდასხმით დამთავრებული, გვეგულება ისეთი ფეხბურთელები, რომელიც ამით შექმნიან. მე მინდა გითხრათ, რომ პროგრესი განიცადა ეხლა, რა თქმა უნდა, ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ სომხეთის თამაშით ჩვენ ვართ უკვე ისეთ მდგომარეობაში, მაგრამ C დივიზიონში დარჩენა ეს ნიშნავს, რომ კიდე 4 წელს უკან უნდა დავიხსნათ. B დივიზიონი გვეკვთნის ნამდვილად და რაც გვეკვთნის მოგვეცა და ფიქრობ ახლა ძალიან სერიოზულად უნდა მოემზადონ ისინი პირველ რიგში იმისათვის, რომ როგორც იქნა მოხვდნენ სოფლიო ჩემპიონატზე. სოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა არის 2 გუნდის დაძლევა. ჩვენ ესპანეთზე პრეტენზია ნუ გვექნება. ეს არის თურქეთი, რომელიც იქნება ძალიან მძიმე თამაში და ასევე მეორე არის ბულგარეთი, რომელთანაც ვიმედოვნებ, რომ მეორე ადგილზე უნდა ვიბრძოლოთ. აი ესეთი ვფიქრობ მოკლე შინაარსი, რომ 2020 წლის გუნდისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენი გუნდი ძალიან მიხარია ის, რომ რაღაცნაირად
კლიმატიც კარგია თვითონ ამ გუნდში და ეს იგრძნობა. და ამ შეხვედრებშიც ეხლა კი ვთქვათ, რომ შეიძლება ეს წინადადება არის ლეგიტიმური სომხეთის ნაკრებთან ეს გამარჯვებები რეალურ სურათს ვერ დაგვანახებს, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ეგრეც არ არის, რომ ეხლა სომხეთის ნაკრებს გამოვიდეს ვისაც მოუნდება და 6 თერთები და 3 თვლები მოუგოს, ხო? გვინახავს გუნდები საერთოდ ვერ უგებენ და არ არის ეხლა ესე ძლიერი გუნდიც რომ ჩამოვიდეს ბიძინა გარანტირებულად დიდი ანგარიშით ვერავის ვერ უგებს. ეგერ ინგლისმა ლატვიას რამე განსაკუთრებული მოუგო, ვერ მოუგო, ხო? და ეხლა ლატვია სომხეთზე ძლიერია თუ არა კაცმა არ იცის კიდე შეიძლება პირიქით სომხები მოუგებენ იმ ლატვიას. ასე რომ რას ვამბობ, იცი რომ ეს ხასიათიც და ეს თვითდაჯერებულობაც ესე ლამაზად კომბინაციურად, ტექნიკურად გაუსწორდე გუნდს და მოუგო ამ ხელ ანგარიშით, ეს მოიტანა უკვე იმ ჯერეთი ამ ბიჭების ერთად ყოფნა მრავალი წელი და მეორე ის რომ ეს ევროპის ჩემპიონატი არსად არ გაქრება. ის ჩატარებული 4 თამაში, რომელიც იქ ჰქონდა, ჩათვალეთ, რომ რიგ შემთხვევაში საკვალიფიკაციო და ამხანაგური მატჩების 40 მატჩის ტოლფასი შეიძლება იყოს თავის გამოცდილება. ახლა ხო უყურებთ ფრაგმენტებს, ხო? ამ ჯამში გატანილი 9 გოლიდან, ნუ 3 შეიძლება 4 ეს იყო შეცდომის ბრალი თავისით რო დაუშვა სომხეთის ნაკრების ნატურალიზებულმა თუ არანატურალიზებულმა. დაჩე 5 გოლი მაინც იყო სხვადასხვა სტილის და ძალიან მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გატანილი გოლი. ქოჩორაშვილისაც მიქაუტაძის მეხუთე გოლი, მიქაუტაძის აქ სახში პირველი გოლიც. ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე კონტრშეტევაზე რო გაიქცნენ 70 მეტრიანი კონტრშეტევა, რომელსაც 5 კაცი მისდევდა, ესენი უკვე რაღაცა ცოტა სხვა დონის მაჩვენებელია. ეს არ არის რა შემთხვევით გატანილი და გასული და სავსებით გეთახვებით, რომ სხვა დონეზე გადავიდნენ და იმ ბელიგაში მე მაგალითად შარშანაც როცა იყო ეიფორია თუ შარშანზე რომ აუ პირველ მეორე ადგილზე ვარ და ალიგაში გადასვლისთვის ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, გეთახმებით. დაცვა გვაქვს გასაახალგაზრდავებელი, რაღაც ნახევარდაცვა ცოტა დასალაგებელი, თავდასხმაში მეტნაკლებად კარგად. ჩემის აზრით რასაკვირველია, მაგრამ ბეში კიდევ ერთი სეზონიც რო დავრჩეთ ჩვენ. აი უკვე და იქ რო გადახედავ ეხლა ვინც წელს დავრჩით ამ ბელიგაში. დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებია, რომლეთანა ჭიდაობა შეიძლება და აი იქ უნდა გამოიბრძვედო, რომ იქ უნდა ზუსტად თანაბარ კონკურენციაში გახვიდე პირველ ადგილზე ან მეორეზე მაინც და იმ ალიგის პლეიოფი ითამაშო. ეხლა მადლიზა უკვე ეს პლეიოფებიც არსებობს, უკვე გადასასვლელი და თუ შეგიძლია მოიგე, გადადი და დაიმსახურე. აი ესეთი რაღაცა. აი ეს მინდა ზუსტად ეხლა. აი აქაც უკვე ფაქტობრივად კუთხიდან გაიტანა ადამიანმა გოლი. აბა. რამდენი ფორვარდი იცით ეხლა ესეთი, რომელიც მაგ კუთხიდან გადაწყვეტს რომ მან და უმაღლესი დონის ფორვარდი გახდა ეს. უმაღლესი დონის და აი აიაქსმა მე ვერ გავიგე რატო დააყენა უკან. რატო არ ნახა ეს. ეგერი იქ შეიძლება იქ გასაპასუხი. კითხა. მან ვინც დააყენა მაგას გასაპასუხი სწორედ იქ მოედაზე. პირადი ანგარიშები ქონდა მაგას. თან ვანსხიპტი იყო ხო? ხო, მაგას ვიძახი იქვე გასაპასუხი თქო და გაიტანა. იცი რა? ხო. აი ამას ვამბობდი, ახლა არის ეს მომენტი, იყო ეს მომენტი რა. ესე იგი, ბურთს რო აართვევენ, 5 კაცი გამორბის. მე ქოჩარაშვილი იმდენი მორბიან უკვე რომ ქოჩარაშვილი გაჩერდება საერთოდ, აღარ მოდის რა. მაგრამ 5 კაცი ხო გამორბის. კიდევ თავისუფლად სარეალკარში შეიყვანა. და ჩაკვეტაძემ გააკეთა ბურთით 70 მეტრიანი. კიდე რა მისო რეიდი ჩაკვეტაძე. ხო და ფანტასტიკურ ფორმაშია ჩაკვეტაძე. ძალიან გვახარებს. ყვარაცხელი ისედაც ვიცოდით მერიან და მოდი რა ამ კაც იშვიათად ახსენებ ხან და გული მწყება და კიტეს როლი ამ ნაკრებში არის არანაკლები არის რა ეხა გასაგებია შეიძლება იმდენი გოლი ვერ გაიტანოს ისე დიდ გუნდში არ იყოს მაგრამ ეხა შტურმია და ჩემპიონი ხდება კაპიტანია და პირველი კაცია იმ ავსტრიაში ჩამოდის ნაკრებში და არსად არაფერი არ დაუკლია თავისი თამაში და იმ ევროპის ლიგაზეც ეგრო ჯამთელი ყოლოდა ხო კიდე უფრო კარგ ფეხბურთს ვითამაშებდა რა თქმა უნდა თან ძალიან მრავალფუნქციონალურ იმას თვისებებს ამჟღავნებს შეუძლია ჩამშლელი იყოს შეუძლია აღება შეუძლია ნუ ასე ვთქვათ კიტეიშვილთან ერთად და კიტეიშვილის გარეშე
ცოტა სხვადასხვა გუნდებია. აი მე შემიძლია ეს თქვა, იმდენად უკვე გაზრდილია ეს პიროვნება რა. აი მე მაგალითად ახლა მე პირველ თამაშზე თურქებთან აღმოჩნდი მithქვამს ახაც გერმანელ თურქებში რა. ხო. ყვავილივით ვიჯექი იქშუაში და ნუ რომელია ყველაზე კვარაცხელია ესე რაღაცებს მეკითხა. მე ვთხარი აქ ერთი კაცი არ თამაშობს დღეს თქო. აი რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რომელია და არის მე ვთხარი ესეთი კიტეიშვილი და ის არ აყვავს თორე რაღაცა ესეთი გამომივიდა ხა ჩემი ინგლისური რაღაცა იყო რა. ხო. ეხლა მე ჩემი ზომის მაისურები არ იშოვნება ცოტა ესეთი ფიგურას ვერ უფრთხილდები და სპორტული მაისურები. სპორტულზეა ხო საუბარი, აბა ხა ისე ხوار და მოსულა. ხო და იდეა ფექსი მაქვს რომ დავდივარ ამ სტადიონზე, მაინტერესებს ერთი ბავშვი დავინახო ვინმე კიტეიშვილის მაინც ხა მისი ოჯახის წევრები შეიძლება არიან. კიტეიშვილის ყველას მაისურს ახლა ქოჩერას ამის აი არ დადის არავინ დაუფასებელი ფეხბურთელია ვილიმას თქვა ეს რომ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი ყავს ერთ-ერთი ევროპაშიო ეხლა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რო ხდები მე არ ვიცი მე რაღა უნდა გააკეთო ახლა თან ეხლა აი მე მინდა რა ქვია ახლა რუსულად არ მინდა თქვა არ გამკითხოს ემან ვიღაცამ მაგრამ სიკეთიდან სიკეთეს არ ეძებინო რა ვიცით ანაზე ეს კაცი არის მორგებული ამ შტურმს. აი, მაგის თქმას ვაპირებდი. აქტივს ცემს აბსოლუტურად სულ ყველა პრეზიდენტიდან დაწყებული და დამთავრებული ბაზის თანამშრომლებით და Google შემადგენელი და არის უკვე 29 წლის გახდა. აი, რატო უნდა გაიქცეს სადღაც? არა, მაგას არც ვიძახით. და იყოს მეორე, არა, რო ამბობენ რატო არ მიდის ტოპ 5-ში და გეგონება ახლა ეპატიჟებიან ამასაც სადმე თქვა რეალში რომ აუ შენ უნდა მოდრიჩი შეცვალო და ეს ამბობს რომ არა არ მინდა მე მოდრიჩი იყოს სანიულმა თქვა ეგ შინაარსი იდო მაგის განცხადება დაუფასებელი იმიტომ რომ მისი პოტენციალის ფეხბურთელი ალბათ თავის დროზე თორე ეხა ხო და არის რა ამ შტურმში მორგებულია არის კარგად ფორმას ინარჩუნებს რო გავიხსენოთ ჩვენ მანაკლებმა ესპანეთთანაც ჩვენი თამაში აირი არის შემდეგ და პირველი გოლი გაგვიტანეს მაგრამ ტრავმა მიიღო იზონა ვერ გადაიკეტა იქიდან გაგვიტანეს ის არასწორი ხო არა კოჭლობით დადის და ვერ მივიდა ბურთამდე არასწორი და მეორე საკითხი კიდე შეიძლება არასწორი დაკვირვებაა ჩემი მაგრამ მე მაინც გონია ჩვენ ცენტრალურ მცველებს ძირითადად მოეხსნათ იმის აუცილებლობა 60 მეტრიანი პასებით დაიწყონ შეტევა იმიტომ რომ ბურთის ამომტანი კაცი ყავთ ამათ შეუძლიათ 10 და 20 მეტრში იქვე კიტეიშვილს მისცენ და ამან განავითაროს მერე შეტევა იქითკენ ესეთი კაცი ჩვენ დიდი ხანი არ აყვავდა რა ნაკრებში რა რომელსაც შეეძლო შეტევის დაწყება და კიდე ამას კარგად აკეთებს თავდომალი წესწირი კაცია გუდი და ინტერვიუ ბოლო თუ წაიკითხეთ მაგისი ეს თავისი შტურმის ელაპარაკა რა პრესამსახური და იქაც თქვენო ვერ წარმოიდგენთო მეო საქართველოს ფილმს რო უსმენო მაშინო რა გძნობა მეუფლებაო და დაამთავრა ამით ეგ ყველაფერი რა ეტყობა ეს არის ჩემთვის იცი რომელი ძინა შენ გაგიხსენებია ძანეტის რო უთხრეს რო ამ ხანაგურ თამაშზე რადგან მიდიხარო ვის რა უნდა დამომტკიცო რა გინდა მანდოდა ვის სტენლი აღარ მახსოვს ვინ კუპერს უთხრა რა კუპერმა მოგვიყვება ეგეთი რამეო მეორეჯერ აღარ მითხრათ რა მაგას და აიელამაც იგივე უთხრა იმას თუ ფეხს გაუფრთხილდიო ვალენსიაში უთხრა იმას თუ მეორე ეგეთი რამე არ თქვა ნაკრებზე აი ეს ინტერვიუ ჩემთვის მაგისი სწორი ინტერვიუა რა და მიხარია რომ ძალიან ბევრს აქვს ეს ისა აი მიხარია რომ მიქაუტაძე ხო შეეძლო დღევანდელ საფრანგეთის ნაკრებში ესეთ ფორმაში ყოფი სადაც ის დეუს დაუძახეს ახლა ამას რატო არ დაუძახებდნენ თქვა მაგრამ აი რო არ ნანობს რომ საქართველოს ნაკრებშია იქ დაბადებული იქ დაგაზრდილი კაცი ეგ ხო ბევრ რაღაცაზე მეტყველებს იცი რა შეიძლება ძალიან პათეტიკურია ახლა ჩემი არა აბსოლუტურად არ არის პათეტიკური ეგ არის რა მთავარი გუნდისთვის ეს გუნდური თამაშია აქ ერთი კაცი ვიცი მარადონა რომელმაც მარტო მოიგო ერთი ჩემპიონატი მეტი მე ეგეთი ადამიანი მარტო რაღაცის მომგები არ ვიცი ნამდვილად გაგვიჭირდება მაგის გახსენება. ეგ თემა არ დაივიწყო, იმიტომ რომ მე მინდა მაგ თემას მიუბრუნდე, უბრალოდ ამ გოლებს რო უყურებ, მე რაღაცა სხვა ხასიათზე გადავდივარ, თორე სომხებთან დაკავშირებით და ნატურალიზაციასთან დაკავშირებით რაღაც ერთი მოსაზრება მაგდა, მინდა მე დაგეკითხო თქვენც ამაზე, მაგრამ აი ნახე ამა როგორ მოუმატა რა. აი ახლა ეს თამაში, აი ეს გოლი არის ქრესტომატიური შესატანი იმაში, რა ქვია. კომბინაციური სტილი. არა, ნუ აბა როგორ, აბა შეხედე. საჯარიმოში.
აი ბრაზილიას რო გააქვს, ხო რომ გადადის და ტოსტალო იტანს, ხო მე იმას? კი. აი ბიძინა ის მესამე გოლი ერევანში. მარცხენა თვითონ ხო შეეძლო დაემთავრებინა. ვირბინე, მაგრამ კაცმა უკვე იმდენი წილი ფიქრა რომ 50 მეტრი რომ ვირბინე. მე შეიძლება ისეთი ვერ დავარტყა და თლაც არიან კარების თვითონ დაუგორა. მაგისი გოლი არ იყო ის მესამეც. ეს ხვანაირი, ის ხვანაირი. პენალტი რო ამოგცეს. პენალტი ეგ ახლა შენ მაგას გვიტყვი რომ მე პენალი იყო ეგ რა. პენალი იყო მე კი რო თამაში 100% Windows მე ყველა იძახის. ძალიან სასიამოვნოა რომ აი გუნდი შედგა ჯერჯერობით მე რასაც ხედავ და სკამის არის გარკვეულწილად შეიძლება ძალიან მომეწონა მექვაბიშვილი ამ თამაში. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ახლა მუშაობა ახლა სამუშაო არ ვიცი. ეხლა იმიტომ რაც ვამბობ ვიცი აი ხე კიტაზე ვლაპარაკობთ რომ ეს და ვთქვათ ქოჩორაშვილი უკვე შემდგარია და უკვე ქოჩორაშვილიდან აღარ მიყვეს არაფერი ის ქოჩორაშვილის წლების ხო არ გაჩნდა და ხო არ მოდის 15 წელი რაღაცა თამაშებში შემოვიდა კარგად ითამაშა გადააბა ეს სტაბილური თამაში 3-4 შეხვედრა და შედგა უკვე ყველა ვიცით და იქ მისი ხასიათიც გავიგეთ ყველაფერი არიან იქ მოთამაშეები რომლებიც რომ მიეცემათ საშუალება და 1-2 თამაში ზედიზედ გამოგა ძალიან კარგი ამ თამაში რა ისინიც ისევე ის არის კიდევ ერთი ნონიკაშვილი კი რომელიც შეიძლება ეხლა იმას რა ქვია ქოჩარას რომ ვიხსენებთ ბიძინა ჩვენ ერთი წელი და 2 წლის უკან რომ საუბრობდით მაშინ რას ვლაპარაკობდით ყველაზე სერიოზულ პრობლემას ვამბობდით რომ ეს არის კანკავას შეცვლა კანკავას ვინ შეცვლის და მაშინაც ვამბობდით რომ ერთი კიტე შეიძლება ისიც იმიტომ რომ ავსტრიაში ასწავლეს უკვე საფრთხე ეს რაღაცებიში სხვანაირი ფეხბურთელი გახდა დღეს უკვე მაგ ადგილზე ქოჩორაშვილიც არის ეს მექვაბიშვილიც არის უკვე ის ნონიკაშვილი არის კიდევ არის თლათ ეგეთი არა მაგრამ ლომინაძეა ერთი 21 წლებში თბილისის დინამოსი ლომინაძე ლომინაძე წყალტუბოდა ტალანტია ეს ბიჭი თუ მუშაობა და ქოჩორაზე ისიც მამინდა მაგათთვის ჩემი საზრით რა მაგალითი უნდა იყოს ქოჩორაშვილი ეს ის არ არის მესამე ლიგაში რო გაუშვეს პატარა რო არ მოწონდათ მაგის თამაში კი ადამიანმა მოინდომა რომ უნდა გაეკეთებინა და დაბრუნდა და მეორე ლიგის ლიგა ამბობენ რომ ლიგა 2-ზეც გადაზრდილია უკვე აი ხა სპორტინგზეა ლაპარაკი რა კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგის გუნდზე არის უკვე ლაპარაკი სამი გუნდი გამოჩნდა ეს არის აი ადამიანმა ნაპოლის ჭირდება ეხა კიდევ თუ დავიწყოთ თავიდან აი ზებგერით ბარიერს რო გაივლის თვითფრინავი და გუკ რაღაცა ესეთი რო არის ხმა რაღაცა ეგეთი გააკეთა აი გამოვარდა მესამე ლიგიდან პირდაპირ პირველ ლიგაში ფაქტიურად გაიარეს მეორე ლიგა ჭირდებოდა ენახებინა რომ ამას შეუძლია თამაში და მენტალობაშიც ძალიან ბევრი რამე შემოაქვს ჩემის აზრით ნაკრებში რა კი ნამდვილად თვითონ სანეულმა თქვა ძალიან საინტერესო 40 დღეო ევროპის ჩემპიონატზე მანამდე ხო შეკრება იყო ერთად ვიყავითო ჩაკეტილებიო წარმოიდგინეთ და ერთი კონფლიქტი არ ყოფილაო კონფლიქტიც კი არა უბრალო უთანხმო ერთმანეთში და თვითონ თქვა რომ საფრანგეთის ნაკრებში რამდენი წელი ვითამაშეო ჭამდნენ ერთმანეთს არ მახსოვსო ეგეთი რამეო რაღაცა ფარულ კადრებს ხო არა დღესაც ეხა წარმოიდგინე ზიდანი და დეშამი ერთმანეთზე საუბრობენ რომ ჩვენ მეგობრები ამ დროს იუვენტუსში ერთად იყვნენ ნაკრებში უბრალოდ კარგი ნაცნობები ვართ და ჩვენ ნაკრებში როგორი ჯანსაღი სიტუაცია ანუ ეგ ხაზგასმით რა სანუი ხო და მე შეიძლება გადამწყვეტეთ მირიან მაგრამ შტორმზე და კიტეიშვილზე და აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ სულ რატომღაც არის ესეთი მოსაზრებები ხოლმე გულშემატკივრებში, რომ ვიღაცა სადღაც კარგად რო არის, გინდა თუ არა სხვაგან გვინდა გადავიყვანოთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მე მისი შემადგენლობაში ყოფნა და თამაში. ეხლა ავსტრიის ლიგა არ არის ისეთი ხელწამოსაკრავი და ცუდი და არც შტორმი არ არის ვინმე ისეთი გუნდი რომლის სახელიც გუშინ გავიგეთ რომ დასაწუნი იყოს და ალთუნაშვილი ყავს კიდე ხო ხო ალთუნაშვილი ითამაშოს იქა ისევე როგორც მიქაუტაძეზე ყავს მეთქი პოტენციურად იმას ჩვენ აგერ ბიძინას ვერ შევეჯიბრები მაგრამ უდიდესი წარმოდგენა გვაქვს უკვე შექმნილი მასზე და კამათები მიდის საქართველოში ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი გახდება თუ არ გახდება და ამაზე მიდის სერიოზული დავა ხო და ნუ არა მე ვინც მინახავს
ცოტა შენგელია უსწრებს. არა, ჩემი აზრითაც, მაგრამ ამას ჯერ კარიერა არ დაუსრულებია. ეკალოვის თამაში დანახი არ მაქვს. ანუ მირია კამათში რახან უკვე ეს წარმოიშვა, მე ვამბობ, რომ უკვე მაღალი დონის ფორვარდი ყავს და ამაზეც არის ხო ლაპარაკი, აუ ლიონში რაღა უნდა და წავიდეს იქ და წამოვიდეს აქ და ვერ ხვდები რომ სანსავდა წამოვიდე ხო იყო არის კარგად გააქვს გოლები ნაკრებში კარგ ხასიათზე მოდის გოლი შეაგო თავის გუნდია თავის ქალაქი ის თავის ქალაქია იმ ქვეყანაში კარგად გრძნობს თავს და მაინდა-მაინც უნდათ რომ გაუშვან სადღაც რა ვიცი მე ევერტონში და მე ვინერვიულოთ იქ რომ პატიო მოყარეობაა რომ უყავს ბევრ საკითხს არა ჯანსაღი ეგეთი რაღაცები, არა ჯანსაღი, კი, უნდა ადამიანს კონდეს მისწრაფება, უკეთესი გააკეთო. შენს რო იპოვნი რაღაცას. პატარა ხანი მაინც ჩაუშვიეს გუზა რა. ჩვენ გვინდა რომ ერთი ლაკაზეტი ამოვალა, გაუშვათ საფრთხე. დავიწყე იმაზე საუბარი და გითხარი თუ რაღაცა მინდა კითხოთ მეთქი რა. ხო. აი ისე მიქაუტაძესთან მიმართებაში ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ. როდესაც სხვა ქვეყანაში დაბადებული ან გაზრდილი ადამიანი უნდა რეპატრიანტი ვთქვათ ხო იტალიის ნაკრების მთელი ისტორია ორიუნდებზეა აგებული იმაში 34 წელს პირველად სოფლიო ჩემპიონები რო გახდნენ 4 კაცი ყავდათ არგენტინელი და იმაში რა ქვია ერთი ბრაზილიელი ერთი და მეხუთე კიდე დაიმტრა იმამდე ჩემპიონატის ნახევარი იტალია არგენტინაში ცხოვრობს და რა ქნება ხო არა ანუ რაც გეუბნები ისი ესეთი რაღაცა გასაგებია როდესაც ვთქვათ სისხლში აქ ადამიანს გასაგებია მე ვფიქრობ რომ სომხეთის ეხა ეს ჩვენი სადარდებელი არ იყოს დიდად მათი უფროა მაგრამ შეცდომა არის ის როდესაც შენ ისეთ ფეხბურთელს იწვევ ნაკრებში რომელსაც არავითარი კავშირი შენს ქვეყანასთან და იდენტობასთან არ აქვს როცა ვთქვათ სიტყვაზე გეუბნები იმ იგივე იტალიამ ვთქვათ გათამაშა ესენი რა ქვია ის რეტეგი იქნება ეს თუ წინაჯერზე ვთქვათ ვიღაც ორი ბრაზილიელი ყავდათ იმაში ხო ისინი წარმოშობით იტალიელები არიან შეიძლება სახში იტალიურად ლაპარაკობს საერთოდ იმაში იმ ქვეყანაში სადაც არის სადაც ვთქვათ პორტუგალიურია ან ესპანური სახელმწიფო ენა ხო ის იტალიურად ლაპარაკობს იმიტომ რომ იტალიური ფესვები აქვს და ბაბუის мама იქიდან არის ჩამოსული აქ. როცა შენ ახლა ნიგერიიდან ორი კაცი წაყენებ შემადგენლობაში, მე ამით კი არაფერს არ ვერჩი და იმას კი არ ვამბობ, რომ მანდ-მაინც ის შეცდომები, რომლებიც დაუშვეს, იმიტომ დაუშვეს, რომ ნიგერიელები არიან. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ მე მაგალითად როცა ლაპარაკობდი, რომ ბრაზილიელი ფორვარდებზე ლაპარაკობ ჩვენ და მიცეს ფლამარიოს ის ფლამარიოს მიცეს მოქალაქე ხო და რომ ქონდა ჩვენ პრობლემები და ხან ფლამარიონის დამატება ფლამარიონისთვის ფეხბურთის თამაშს გამო არ მივუწევა ცოლიყავს ქართველი და იმიტომ მიიღო მოქალაქეობა საქართველოს იმაზე განიხილებოდა რაღაც პერიოდი პასპორტი ქონდა უკვე მე თუ მკითხავ არ გჭირდება იმიტომ რომ ფლამარიონს კი არ ვერჩი რაღაცას კონკრეტულ არც ის ვთქვათ რომ ყავდა ყველაზე კარგი უცხოელად ვინც ითვლება ვისაც უთამაშია საქართველოს ჩემპიონატებში შენ კი ჩემზე კარგად იცი ეს ბრაზილიელი არა ნუ ისა ვიზეც ჩისკოზეს ლაპარაკობდით რომ იქნებ ნაკრებში მოვიწვიოთო და ის ბრაზილიელი რა იმაში გოგონები რო გახდა რუსთავში ხო აკინო არ ანდერსონ აკინო შენეს იმიტომ რომ აგერ მიიყვანა იმან თავისი ეს რა ქვია ჩინჩარევიჩი თუ ჩანჩურავიჩი თუ რაღაცა და რა შედეგიც მიიღო კი მაგათ დაждობა კარგად იყო ხო ანუ ხები რას გეუბნები როცა არ აქვს ადამიანს აბსოლუტურად არავითარი კავშირი შენს იმას იდენტობასთან იმისგან ვერასოდეს ვერ მოიწყო რომ გახდეს რაღაცა სიმბოლო შენი თუმცა კალათბურთში კარგად ვიყენებთ ამერიკელებს ეგ კიდე სხვა რაღაცაა ყველა იყენებს ეგ უკვე რაღაცნაირად ისე მოერგენ ხო ტრენდია რა თორე ეგეც არის სხვას რო არ ყავდეს არც ის არ შენა მოიყვანო ვიდრე ყველას რო არ ყავდეს ჩვენ კარგად ვიყენებთ მაქვადენმა ჩანჩარევიჩზე ჩვენ ჰიმნებზე ლაპარაკობთ აი ჩვენი კიტეშვილის ჰიმნიდან დავწოთ ხო ბევრი ეთნიკურად სომეხი, მაგრამ აი არგენტინელი და ესეთ სომხები რო ყავთ ამერიკაში, სომხური წესერად რო არიციან, ჰიმნს არ მღერის მაგათთან. აი ახლა რო გქონდეთ კადრი მაგენო, ჩანჩარევიჩი მღერის.
ჩანჩარევიჩ ეს სომხური ისწავლა. ეხლა ხო, მაშინ იმაზე ევროვიზიაზე გაეშვათ რაღაც კაცი და შეხამოთი გაუშვათ. მე კარგად ღერის ახლა რა ჩანჩარევიჩის ვოკალური მონაცემები აბსოლუტურად არ მაღელვებს გასა. ხო. მე გეუბნები რომ ჩანჩარევიჩ კიდე აქვს ეგა ნიგერიელებს საერთოდ ისაც ხოჯა პირი გააო და ვინ გაიგებს ახლა ეგ ხანდა. აბსოლუტურად გეთახები ჯობია როგორც ჩვენ გავაკეთეთ ცოტა ხანი გვეწვალა ცუდი შედეგები მიგვეღო გვეთქვა რომ ამის ქვევით აღარაფერი არა და ჩვენი საკუთრები გაგვეზარდა და ეს ყავდეს და როგორც ანუძანა აი ისეთი გუნდი რომელსაც ეს ერთიანობა აქვს ერთი სული აქვს ეს მიგვეღო ვიდრე ახლა აეგრე მოგვეკოწეწებინა ჩვენივე ნაკრები მინი ფუძალის ხო იყო ბრაზილიელი ხო დაგვსაჯეს ახლა ხო ქართველები თამაშობთ უფრო მეტი ყავდა ვიდრე დაშვებული ახლა ხო ქართველები თამაშობთ ხო ვიგებთ რაღაცა თამაშობს რაღაცა თამაშობენ კი ანუ შესაძლებელი ყოფილა ხო ის რაც შესაძლებელი აი ხა ბადმინტონის ნაკრების ის რო გავაკეთოთ ჩვენ ხო ანუ უნდა წავიდეთ მალაიზიაში ვინმე ბადმინტონისტი ვიპოვნოთ ჩვენ არ აქვს ჩვენი საქმე არ არის ხო მე როცა ვამბობ თქვათ იმაზე რა ქვია რაღაც წარმომავლობაზე და ფესვებზე იქ ყავთ მაგათ კოლუმბიელი ყავთ ვიღაცა ამ სომხებს იგივე სელარაიანის არგენტინელი იმიტომ კი არა რომ სამხრეთ ამერიკელების მიმართ უფრო დადებითად განწყობილი ვიდრე ნიგერიელები ისინი სომხები არიან სელარაიანი გვარი არის სომხური ის ბრიასკო რო ყავს იმას ბაბუა სომხი ყავს და ბრიასკო ტირე რაღაც სომხური გვარით მაშება იმათ დეპორტივო არმენიო ყავთ გუნდი იქა და ანუ უბანია რომელშიც ესენი ჭარბობენ როგორც ლოს-ანჯელესში რო ჩახვალა ხა და თქვათ იმაში რა ქვია ნახევარი ხო არა ძალიან ბევრი არიან ამიტომ ეს გასაგებია იქიდან როცა მოყავს თქვათ ამერიკელი ნატურალიზებული ყავდათ იმათ იქ აბსოლუტურად არ არის გასაგები ის სომეხია ისე როგორც მიქაუტაძე იქ დაიბადა ხა მაგრამ ქართველია ყველანაირი იმით მონაცემ ეს რა სომეხია ხა ეს ისა ბარშეგიანი რა იქ არა ამერიკაში ქართველია დინამოში დინამოში იყო უთხარი მერია ჩემი ვარჯერა იმიტომაც გარდა რაღაც საქმე გუორო ყავდა და ვაუ და ისა რა ქვია არა ეგ ჩვენ სხვა პრობლემები აი კაცო გვაცადე სანდროს მინდა ვკითხო ეხა და გადავიდეთ ნელ-ნელა მე ახალგაზრდულებს ეხა იყო იქ ჩვენი მეტოქე იქნება ესპანეთი თუ ნიდერლანდები და სხვათა შორის ის მატჩების ნახოთ იმიტომ ფანტასტიკური შეხვედრები დაბედებული ვარ ხო და ნიდერლანდები პირიქით არცად არ შეხვდა ამდენი წელია ძალიან მინდოდა რომ ნიდერლანდები ხო და ეგ უნდა მეკითხა გვინდოდა ალბათ ნიდერლანდები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესპანეთთან მოგება არა ესპანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ უკვე და აბა რატო საქმე იმაში არის რომ აი დაუკვირდეთ რა ყველაზე დიდი შესვენება სანაკრებო ციკლები არის მარტში, ივნისში და შემოდგომაზე, ხო, სხვადასხვა. ყველაზე დიდი შესვენება არის ნოემბერი რომ თავდება, მერე მარტამდე არის თითქმის ნახევარი წელიწადი. და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ამ ნახევარი წლის პაუზაში გუნდი თითქოს გუშინ შეხვდნენ ერთმანეთს, იმდენად კარგად ესმოდათ ერთმანეთს. აი მან ძალიან გამახარა მე. მაგრამ იყო ერთი ჩავარდნაც, უყურეთ ევროპის ჩემპიონატიდან რომ ჩამოვიდნენ, მერე გუნდებს უხდებათ ხანდახან რომ ჩავარდნას შეეგუონ, მაგრამ სექტემბერში ორი თამაში მოიგეს. რომ ვიფიქრე რომ ესენ ისეთ მატორზე არიან, მაგრამ ოქტომბერი და ნოემბერი ჩავარდით, ხო? ანუ ჯერ კარდიოგრაფიასავით არის, არ არის იმდენად ცოტა სტაბილურობა გვაკლია. სტაბილურობა, აი თუ შეიძლება რომ რაღაცა ითქვას პირიქით, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტროცნერისაც და გუნდისაც, იმიტომ რომ უკვე სხვა გუნდია რა, ისეთი გუნდია, რომელიც ჩვენ გვეხარია და ფიქრობ, რომ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ რატო გინდოდა შენ ნიდერლანდები და არა ესპანეთი? იმიტომ რომ ესპანეთი ისეთ მატორს რთავს ბოლოს, რომ ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ რა. არის ესეთი რაღაც, რომ აი ბოლო წუთებზე გაგვიტანენ. აი რაღაცნაირად ესპანეთი ისეთი გუნდია ჩვენთვის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ 90 წუთი სულ ნონ-სტოპ რეჟიმში, რასაც ვერ ვახერხებთ. და ყოველთვის გაგვდის ბოლო წუთებზე გოლები. ეს მარტო ესპანეთს არ ეხება, მაგრამ ესპანეთს განსაკუთრებით. და რაღაც მაგ ეგეთი დაბეჭდილება, რომ ნიდერლანდებთან გინდოდა. მე ამორიდან? ხო. ესპანეთი უფრო. გინდოდა უფრო?
აბა რატო? რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი. ის რომ ესპანეთთან ვითამაშია, ვიცი დაახლოებით რას თამაშობს და მეტნაკლებად შეგიძლია რაღაცა მოიფიქრო როგორ შეიძლება. არც არაფერს არ ვარ. არა, გავიგეთ რომ არა ვართ კარგი მიჩორი და 7-1-იც გვახსოვს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ეს ესპანეთი ვიძინა, ჩემს ასე ვიტყვი ხო? მე არ მაქვს პრეტენზია რომ მე ვთქვი ეს არა, რაღაც არც არის რაზეც ჩემი აზრით რაზეც ესპანეთი უფრო ისეთ ფეხბურთს თამაშობს სამხრეთოს, როგორცაც ჩვენ ვთამაშობთ და მათთან თამაში ჩვენთვის მაგ ლიგის დონის გუნდებთან ყველასთან ძნელია ჩვენ ჯერჯერობით ჩვენთვის თამაში. აბსოლუტურად ყველასთან, მაგრამ ისეთი ფიზიკური გუნდები, როგორიც არის გერმანია, ნიდერლანდები, ინგლისი, ამათან განსაკუთრებით რთულია ჩვენი თამაში რა. ვიდრე უფრო ტექნიკურებთან. ჩემი აზრით, ვერ იმათან საერთო შედეგებს ვერ დებთ ვერადროს. იმებთან ძალიან მაგრად გვიჭირს ჩვენ რა თამაში რა. იგივე ესპანეთთან კი წავაგეთ ის 2-1, მაგრამ 1-0 თამაშს ვუგებდით და ის ვოლბო ახლა გადარებულმა გაიტანა კარგი 80 რაღაც მე-12 წუთზე გასაგებია პრეტადე. ერთადერთი ეგეთი მაგდონის გუნდთან კი ამხანაგურია კი 1-0 მოვიგეთ, მაგრამ ხო ერთადერთი მოგება გვაქვს ისევ ამ ესპანეთთან. ამას არ შეხვედრი ხარ როგორ ესეც გეუბნება თვითონ. ეს კი არა, ერთხელ 3-0 წავოდი. ეს კი არა. ვიძინა 21 წლამდელები. ვიძინა 21 წლამდელები. ხო. 21 წლამდელებს მოუმთავრეს ამებმა საქმე ნახევარსაათში. ხო, მაგრამ იქაც თბილისში რო იყო. თან ბათუმში. ეს ეხლა ამბობ და ფინალურ ეტაპზე რომ გამოვიდა დავითაშვილი და მთელი ჰოლანდია რომ ფანტასტიკური გოლი აიღო. ეგ როგორ იყო? კარგია. ხო, მაგრამ უხერხული მე ვეთანხმები. შეთუ ჩემ აზრს მეკითხე მე გეუბნება მე მერჩინა ესპანეთი. არა, ჯერ იგი ვიდეო ვკიდეთ რა არის ამაში. არა, ახლა უყურე არ შეიძლება ადამიანს ეძებოდე რატო ფიქრობ ესე ხო? მაგას კი არ ამბობ. მაგას კი არ შენი პოზიცია გაქვს მე ჩემი რა. მე რას ვამბობ, იცი? შეიძლება მეც რაღაცაში გეთახმებოდი რომ ესპანელების ნახვა უფრო მინდა აქ ვიდრე ჰოლანდიელების. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ შენ რასაც ამბობ რომ ერთნაირ ფეხბურთს თამაშობ, კი, მაგრამ ნუ მიწყენს, მაგრამ ერთნაირ ფეხბურთს თამაშობ, უბრალოდ ისინი უკეთესად თამაშობენ მაგ ფეხბურთს ვიდრე ჩვენ. და ამიტომ თუ ერთ სტილში მოთამაშე გუნდი გჯობია, ეხა ნაკლებია შანსი რომ რაღაცა შეიცვალოს იქ და მოუგო შენ რა. და იმან შეიძლება ვერ გაიგოს რას ეთამაშები და რაღაცა მოულოდნელობის ეფექტი იყოს რა. ნიდერლანდებმა ვერ გაიგოს ჩვენაც უთამაშები. ნუ საინტერესო იქნებოდა. რაღაცა შეიძლება ისეთი შესთავაზო თქო რაღაცა რომელზეც იმას არ კონდეს იმ მომენტში პასუხი და ერთ და იგივეს როცა თამაშობ, იბა შენზე კარგად იცის იმის კეთება რა. ხო, მაგრამ მეორეც არის ის რომელიც ჩვენ გიგებს მუდმივად დააქსესა ის ცოტა დუნდება კიდევაც და გამოდის. ხო არა, მილიონი ეს ის არ არის რეგაცო 7-1 რომ მოუგეთ აქ საქმე და ხო, მაგრამ თქვენ გახსოვთ ესპანეთი რომ მეორე ნომრად თამაშობს. თამაშობს თუ პირველ ნომრად, იმიტომ რომ თქვენ რო სტატისტიკა ნახოთ, პასების რაოდენობა ნახეთ ესპანეთის და ნებისმიერი მისის პარიგის. ამას 90 წუთი უნდა გაუძლო და მსადის დამატებითი დრო. მე არ მგონია რომ რეალური იყოს ესპანეთთან. და ნიდერლანდები ანუ მეორე ნომრად გეთამაშება. იმდენი ვარსკვლავი არ ხა უყურე ხა ნიდერლანდებს რაც ჩემთვის აქვს ეს გაშრობილი ნეტა დაპირიქით ხო? დაპირიქითაც ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე რას ვამბობ ეხა კრუიფის და ვამბასტენის ერთადერთი გუნდი ვართ ვისაც ძირითადში ვერ მოგიგეთ ხო რა ვქნათ. ანუ ნახე იმაში რა ქვია ფაქტი როცა ვამბასტენი ყავდათ ან კრუიფი ყავდათ ან რაღაცა სხვა ისა ამათ დღევანდელ აი ეს მაშინებს ეს პატარა ხო შემიძლია იამალი ნუ მაგას გონი ვერ ის არ ჩამოვას იამალი ახლა ის ნიკო ვილიამსი არ გაშინებს ნიკო ვილიამსი თქვენ უნდა გავკრიჩოთ და მე არა ნუ ხოხტები რას გეუნებით ჯო ევროპის ჩემპიონია ბოლომდე მოქმედი. ყველაფრის მომგები გუნდია რა. რატომ გიხაროთ ეს ახლა ამასთან დავით. მე ძალიან გამიკვირდა და ძალიან მომეწონა ნიდერლანდები ამ ორ შეხვედრაში. ბრავო, მეცაც გეტყვი, მეორე თამაში ჯობდნენ. მართალია პენალტი დაინიშნა რაღაცა და გაუგებარი ჩემთვის, მაგა გვექნა. ალბათ ვიდაპარი ჩვენთვის კიდე არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგ შესარჩევში, რომ პირველი ნომერი ვინც იქნება, ანუ ესპანეთი ამ შემთხვევაში შევთანხმდეთ ამაზე.
იმა როგორც ჩვენთან ორივე თამაში შეიძლება გქონდეს უპირატესობა, ჩვენ კონკურენტთანაც გქონდეს ორივე თამაში იგივე უპირატესობა რა. აი თურქებთან, თურქეთში რომელს უფრო მეტი ექნებოდა, ნუ ეხლა ეს ამას დრო გვანახებს, ეხლა რაც არ უნდა ჩვენ ვიკამათოთ. არა, მე კიდევ რა ერთი შეხედვით ეგ არის რა. ეგ ეხლა დამასწარი ასაც მე რა მომენტი მქონდა. ეს მე მგონი უკაცრავად გამთვალებ, რომ მე მგონია რომ ამ 6 თამაშიდან 6 ეს მომგები ესპანეთი უფროა. ესპანეთი უფროა, ვიდრე ნიდერლანდები. ანუ შენ რომ იმასთან იყო ერთნაირ პირობებში, ამას ესპანეთი უზრო გარანტირებულად უზრუნველყოფს, ვიდრე ნიდერლანდები. თან შუა ტურებში აქ იმ თურქეთთან სათამაშო, როცა წაგება არ შეიძლება რა. ეს არც პირველი ტურია და არც ბოლო, როცა ყველაფერი გარანტირებული. პირველ ტურში კიდე იტყვირო, სამი ხუთამეჩი. აი, რა სიტყვით თქვენ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი შესარჩევი ტურნირია. აი იმ კალენდარზე ჩვენ გვაქვს 2 თამაში სახში. კარგია საჩვენოა მე პირველი ეგრევე. თურქეთი და ბულგარეთი. მე ვფიქრობ, რომ ამ 2 ტურის მერე უკვე ჩვენ გვაქვს პრეტენზია პლეი-ოფში მოხვედის მეორე ადგილი თუ არა გარკვეული. რასაკვირველია. აბსოლუტურად გეთანხმები. და აი წააგავს ნორვეგიით რომ დავიწყეთ. აი ნორვეგია. წინა და იქ უნდა გადაწყვეტილება უნდა მოგვეგო იმ ნორვეგიისთვის რომ ქონოდა რეალური შანსი და აი მანდ არის ლევან ზუსტად ის თემა რომელიც ალბათ ვიტყვით თუ მე ვიტყვით როდის იქნება აი გულშემატკივრების გადმოსვლის და ასე შემდეგ რა რასაც შეიძლება მოყვეს სანქციები იმიტომ რომ ჩვენ მქონდა 2 წლიანი პირობითი ვადა მოცემული გაფრთხილებულები ვიყავით რომ ეგეთის გაკეთების შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქცია იქნება და ფულით მარტო ვერ გადაწყდეს ეგ რატო მოხდეს ეს ვიწყობი რომ მოხდა რა იმის მე არა პირველ ჯერზე პირველსა მე კარგად არ მახსოვს საბერძნეთის მერე მოგცეს რო გადმოვიდი აი საბერძნეთის გამოსთან გამოსვლის ხო მაშინ არ უნდა გაითვალისწინოს ეგ სიტუაცია გეუბნები სამართალდამცავმა არა ეს საერთოდ ეხლა იცი რა არის ეხლა ეს თავს მომზადია სამართალდამცავმა რო გაითვალისწინოს შესაბამის ორგანიზატორმა კონცერტს ატარებ ფეხბურთს შენ თუ რა ქვია იმას დისკოტეკას უნდა მიმართოს სამართალდამცავმა და უნდა უთხრო რომ ეს საშიშრო გადაძეგელია სტადიონი კი არა მთელი უბანი იყო სავსე მითი პოლიციით მithkos ეხლა დაუკვირდე თვითონ სიტყვის იმას წარმომავლობას გულ შემატკივარი ხო გული შეკტკივა რაღაცაზე თანხმდებით იმაზე დაუგველა აღნიშნა რომ მაყურებლით და მაყურებლის გარეშე სხვადასხვა რაღაცეებია მაყურებლით შეგვეძლო უფრო სუსტი მაკედონიისთვის მოგვეგო და უფრო ძლიერს მოუგეთ მაყურებელთან ერთად და მაყურებლის გარეშე უფრო სუსტად წავაგეთ. ახლა ის ხალხი ვინც გადავიდა, იმიტომ რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს და რაღაცა ვიღაცასთან სელფი გადაიღოს ან ვიღაცას მიუვარდეს და რაღაცა იქ დინამოს სტადიონზე და მერე Facebook-ზე ან Instagram-ზე სადმე დადოს რომ არა მაგარია რომ გადახტა იქ და იქ ირბინა და ვერ დაიჭირა ვერავი. მე მგონი ესენი არ არიან გულშემატკივრები რა. რა თქმა უნდა. ესენი ვერ ითვალისწინებენ იმას რომ ამ შენი საქციელით შეიძლება გუნდს ისეთი ზარალი მიაყენო თურქეთთან ჩვენ რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ნახევარი სტადიონი მაინც არ ყავდეს არა ნუ ჩათვალეთ რომ აპრიორი აი ერთი 70-80% ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ მარტო მაგის გამო რომ ხალხი არ იქნება იქ. მინდა რომ დაგეთანხმოთ და ძალიან არ მინდა ისე მოხდეს რომ ეხლა ჩვენ მივიღოთ გარკვეულწილად დისკვალიფიკაცია იმის გამო რომ ვიღაც ერთ ორს დაარტყა თავში რომ თავისი ხალხი 1-2 არ იყო სამწუხაროდ ბევრი იყო მაგიტომ ერთი რო გადასულიყო კი არ ვიტყვი იმიტომ ინფორმაცია ოფიციალურმა პირებმა დადეს რომ ის სომეხი გულშემატკივარი იქ იგინებოდა თამაშის დროს მაგრამ როგორც გაერკვა აგინებდა თავის ფედერაციას იმიტომ რომ ისინი დაპირისპირებული უფრო თავის ფედერაციის იმიტომ რომ გუნდი რომ მივიდა მე იმ გუნდს რა ვიცი მე ჩემი სომხურით ხე ცავატანეო ბიჭებს ეძახდნენ და იმათ ხელებს იშვიდნენ იმათ აგინებდნენ ანუ თვლიან რომ ყველაფერში დამნაშავე ფედერაცია ეს მათი გადასარკვევია ჩვენ ვერ ჩავერევით მან ორი მომენტია ერთია რასაც შენ ამბობ რომ მან შეიძლება თავი მარტლორის ბოთლით გადმოვარდა თუ რაღაცა იმპროვოცირებული იყო დაუშვათ იმისგან მოედანზე რომ გადავიდნენ რა იმიტომ გადავიდნენ რომ იმაში აგინა თავისი სად გაიგეს ეგ არა იქ სად გაიგეს ნახევარი ხალხი გადავარდა მოედანზე იყო თავისიას რო აგინებდნენ რა მოხდა ხა იქ როგორც მე როგორც ანალიზს მოусვინე ის სიტყვები ხა არ მახსოვს ის სომხური ძალიან გავს ქართულ გინებას ვითუმეტეს რომ სკანდინავს ბევრი ხალხი
შორ ტრიბუნაზე ისე ისმის, რომ გეგონება შენ ამასთან ხო არ მოსულ, იქით გადავიდა ეს ხალხი, მოედანზე შევარდა სიხარულის გამოსახატავ. მაგ თამაში თუ გახსოვთ, იყო ერთი პატარა სიგნალი, აი ერთი პატარა ბიჭი რო გადახტა და კვარაცხელეს რო ჩაიგო შუაგულ მეორდაიმში. კი. უკვე უნდა გაფრთხილებულიყო ალბათ სტიუარდები და რაღაც ახლა ის. მე სულ მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ეგეთ თამაშზე მიდიან და მთელი თამაში ზურგიზიან სტადიონში. ორიდან შედგება რა. სულ მიკვირს რა, იმ ადამიანს როგორი ფსიქოლოგია. აი როგორ უნდა იჯდე სტადიონზე, ჩემთავს ვერ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ სტადიონზე მივედი და თამაში ხო ზურგიძივა. აი მაგას თემა შევეხები მატჩების ორგანიზებაზე. ეხლა ძალიან ბევრი ჩვენ მარტო ჩვენ ავყავს ესეთი გულშემატკივარი, არის ქვეყნები მაგალითად ინგლისი, რომელიც 10 წელი მოწყვეტილი იყვნენ, მერე შეუმცირეს, საერთოდ აღზარული ჰქონდათ საერთაშორისო მატჩები და რით მოერიენ ამას. ანუ რითი, ხო? ჩვენ შორს წაგვიყო, ამოცნობა ერთი, ანუ პირა საბუთით ბილეთის გაყიდვა. რო ვიღაცა რაღაცას რო გადმოაგდებს და კამერა მიმართულია იმ სექტორისკენ, ყველა მიცის იქ სახში მიუვა საბუთით შევა. არა, სახში მიუვა ჯარიმა და მე არ ყვიოს იმას ხვის. ეხა ეს ეჭვი მეპარება იმ მოედანზე შესულ ძირითადად ახალგაზრდებს, რომელიმეს მათ ბილეთი ქონოდა ნაყიდი. ახლა სკივებზე ვინიშდა. ხო, ეგეც ის არის. და მე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ დროს მე ხა UEFA-ში 15 წელი ვიმუშავე და მიტინგებსაც დავსწრები ვარ, სადაც დელეგატით ესწრებოდა. მნიშვნელობა აქვს ხმამაღლა სტადიონზე გამოცხადება, როგორც კი პირველივე საშიშროებაა ინციდენტის და გააფრთხილო გულშემატკივარი, რომ თავი შეიკავეთ. ან სპეციალური ტექსტებია სხვადასხვა ენაზე, ქართულად. ვინ გაიგონა? არა, დროზე უნდა გამოაცხადო, თორემ მე ვაირევა ეხა იმას და უკან წავდიო, იმას უკან ვეღარ წაიყვან. და მე ეხა ძველი დრო მახსოვს, მე იმას სულ ჯარს ვიძახით ეხა სანდრო აქ და ჯარი და კომუნისტების დრო იყო თუ რა იყო? სამხედროები მოყავთ ორი ხაზი იყო ჯარისკაცები და ერთის გამოკლებით როიდეს რაზმი ხო? იქ არავინ აღარ არის უკვე იმისი პროვოკაცია წავსრელ რომ გადმოხდეს და რა. არა, ხო, არა, მე არ ვიძახი ფარებიან და იქ ხელკეტიან ხალხზე მაგაზე ცალკე აზრი მაქვს და ის UEFA-ს სტიუარდების ინსტიტუტი მიიღეს მაქიდან რომ ადამიანის ფსიქოლოგიაო რა. გულშემატკივარს რომ წინ დაუყენებ ფარიან და ხელკეტიან პოლიციას, ის გადადის მუშტიკრივზე. ფსიქოლოგია აქვს იმას, ესეთი ეს კაცი იმიტომ მოიყვანეს, რომ ემირტყას და პირდაპირ იქით პირიქით ჩხუბობს. სპექტაკლის დასაწყისში თუ თოფიკი ხო, არა, მაგას არ ვიცი, უბრალოდ ჩვეულებრივი პოლიციად ნაკლები ყავს. ერთი წინ ერთი ხაზი იმ პოლიციის სტიუარდი მაგას ვერ გააჩერხა. მეორეც არის, მე შევსწრები ვარ, რომ შობელი უშვებ შვილ წადი გადახტი შვილო კაშიასთან მიირბინე იქნება მაიკა მოქცეს და სტიუარდი რო აჩერებს ეს სტიუარდს აგინებს რომ გაანებე ბიჭო და ხო არის ესე. არა, იმიტომ რომ მაგის მერეც იყო განა Facebook-ზე იყო კომენტარები წავიკითხე რა მოხდა ისეთი რო გადავიდნენ რაც ახამდე არ მომხდა რა. ეს გაგაგიჟებს რა. არაფერი ძალიან ბევრი გულშემატკივარი რომელსაც ჩვენ აქ ხშირად აი ტრაქტორისტებს ვეძახით, იმიტომ კი არა რომ ტრაქტორისტებს გადახნა რო უნდათ ყოველი ერთი წაგი 5 თამაში რომ მოიგებდა ერთ წაგებ რომ ორბიანო უნდა გადახრან და პომიდორი დათესონ მაგ ხალხი რომელიც არ არის აი მოდი ის თქვა და გულშემატკივარი აბსოლუტურად სწორედ გულშემატკივარი ხარ შენ რომელიც ყველა თამაში დადიხარ იქ თითო ბალახი გიყვარს და თითო აგური და თითო სკამი და ყველაფერი და არ ტყავ შენ თამაშის მე რო წააგო გატეხავ არ გატეხავ და დადიხარ ამდენი წელია და ერთი პატარა დაზიანება არ მიგიყენებია სტადიონში რამეს თუ მიიხვალ და გააკეთებ და ეგ არის გულშემატკივარი შენ გუნდზე რო ფიქრობ და შენ სტადიონზე და შენ ქალაქზე აბა ეხა ის კაცი დღეს რო ტრაქტორით მოდის და ხვალ მოგებულზე რომ მორბის რომ იმიტომ რომ მოედანზე შევარდეს და კიდე დისკვალიფიკაცია მოგცეთ მაგას გულშემატკივარი როგორ დაუძახო ეგ მირჩევნი რომ არ იყოს სტადიონზე და თუ კიდე ქვეყანაშიც არ იყოს კიდე ეგ იმიტომ რომ ეგ არის მავნებელი რომელმაც ეხა ცხრით ერთ მოგებულ თამაშზე სიხარულით და იმითი სიამოვნებისგან არ ვიცოდით რა გვექნა და არ შეგვარგო და დამაწყებინა იმაზე ფიქრი ხვალი და რომ ვაიმე თურქეთთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში უმაყურებლად არ ვიყო ნეიტრალურზე არ მათამაშო და 1000 რაღაცაზე დაგვაწყებინა ზოგიერთმა ხო რატო ვერ გავიგე
მაშა უეფას როდესაც აღმასკომი მაგ საკითხი აი ზუსტი თარიღი არ ვიცი თუმცა აღმასკომის წევრია ჩვენი პრეზიდენტი ლევან კობილაძე ხო სადისციპლინარო განიხილა სადისციპლინო ცალკე მაგრამ ხო უცხო კაცი არ არის ხო ჩავა და გაარკვეს მაგრამ წინასწარ აი საჭიროა ეს ზომების მიღება პრევენცია რა კაცო დავნიშნოთ ერთი თამაშით მეტი კიდევ ამხანაგურიო და მეორე ანუ ეხა ეს რო აქვს რომ აი ამხანაგურმა თამაშმა შეიძლება ეგ დისკვალიფიკაცია აი ჰოლანდიელებს ბოდიში ხავ გადახოში ვიძია ვიცის ეს ისტორია ერთი მეგობარი მყავდა და მე თბილისში იპოდრომი რო იყო კარგი დრო რო იყო ну გარბის თქვა 10 ცხენი და იქ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ რომ არა იმიტომ რომ გამდიდრე და რაღაც დოღზე რომ მიდიხარ ცხენი უნდა გამოიცნო აბა იქ რა გინდა ხო და რო დავიწყებდი ამ ცხენის გამოცნობას ერთი მეგობარი მყავდა რომელიც არ დადიოდა და წავიყვანე რომ მე ისიამონე აზიარე ხო აზიარე აქ და ეხა ზის და ყველა დოს ხო ვერ გამოვიცნობ ეხა ყველა დოს რომ ვიცნობდე მაშინას და ეხაც ალბათ გაგიჭირდებოდა ჩემი ნახვა ასე ხშირად აქ და ისე სადაც ვიქნებოდი იქ აუცილებლად გინახულობდი ყველა დაკვატიჟეთ მაგრამ ხო და რაღაცა გამოვიცანი რაღაც ვერ გამოვიცანი და ეს ახლა მეგობარი ზის მთელი ეს დოღების პერიოდი ჭკვიანური სახით მიყურებს რა და ბოლოს მეუბნება რომ ესე იგიო ნუ მოვიფიქრეო რა როგორც უნდა მოიგო ეხა შენ ხან მოიგე ხან რა და შეგეძლო რომ სულ მოგეგო როგორო და აი ამ ცხენზე რო დადებ და სხვა ცხენი რო იგებსო ყველაზე რო დადო ხო მოიგებო ხო და აი ეგეთი ჭკვია როგორია რომ ესე შენ 20 წელი ეგ დადიხარ ამას ვერ მიხვდი და ნახევარსაჭი აი გარი რაც მირიანმა მოყვა ანუ დანიშნე ერთი ამხანაგური თამაში და კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია მოეხსნება სტადიონს ხო დავნიშნეთ იმასთან ფანერებდა ხო და ხო კიდე საფრთხე რა არის გეტყვით აი მე გიკვირს რატო შევარდა პოეტაზიო აი ჰოლანდიელი ეხლანდელს სულ ეხლა ხანს იყო რამდენიმე წლის ევროპის ლიგაზე შევხვდით ფეინორდს დინამო ჩვენ უმაყურებლად აქ რატო ვითამაშეთ თუ გახსოვთ დინამო თბილისს იმიტომ რომ პლაკატები ქონდა გავდა ნახავდა კარგი რა გავდა სიტყვი ხო ნუ ეხლა ვერც ვიმართლეთ თავი ისა ფაშისტური ის 88 რასაც ნიშნავს ხო ცოტა დახრილი არის რაღაცეები რაც მიღებულია სხვათა შორის დაწერილია და გეუბნებიან აღიარებულია რომ ეს არის ხო ვერ მოვატყუებთ რა ეხლა ვითომ იმას რა ვერ დაგვიხატავ ციფრებს თავის სიმბოლოები რაც აქვს ეგ ითვლება იმის სიმბოლო თორე ეხლა მასე H არის მერვე მასე ეხლა ის ბორჯღალი ფაშისტებს ხატად იმის ენერგიის და იმის სიმბოლო თორე ინდოიდან მოდის იგივე სვასტიკაც გაზის კამერებში ჩაკეტვას კი არ ნიშნავს იმათარ არც ნამგალი და ურუარი ისა რა ქვია მაინდამაინც ყრელობის იარაღი ხო პირიქით შრომელი კაცის ისინია მაგრამ სიმბოლიკა გააჩნია როგორ გამოიყენებს არა მე რასგები რაღაც სიმბოლიკა მიუღებელ რაღაც ქმედებებთან ასოცირდებოდა იმის მერე იკრძალება თორე ხა რა ხელისაწევით მისალმებაც არ არის ხა ის რა ვქი მაგრამ ეს რომაულია რა ანუ ესე იგი ჩვენ ახლა უნდა გქონდეს სურვილი რომ თურქეთთან მაყურებელს აი ფინანსები გადავიხადოთ, მაგრამ თურქეთთან არ დავჭეთ მაყურებლის გარეშე. თურქეთთან მაყურებლის გარეშე არა, თლად ეგეთი საფრთხე არ მგონია ეხლა. კი, არის საუბრები, საშიშროება არის, მაგრამ ნუ რაღაცა შეიძლება. ანუ არაფერში გამოვა? არაფერში არა, ფინანსური, შეიძლება ფინანსური. კი, იმიტომ რომ ეხლა ბატონო იყოს ფინანსური. იცი როგორ არის? ეხლა UEFA-ც ეხლა აი მეორე მხრიდან ვიმჯერებ. აი, მე რას მაძლევს ეხლა შენ უმაყურებლად აი მომისმინე ნაკლები ჯარიმა ხო ნაკლები ჯარიმა დაგაკისრო სამაგერად მაყურებელი არ შემოიყვანო არის მეორე ვარიანტი რომ დიდი ჯარიმა დაგაკისრო და მაყურებელი შეიყვანო და იქიდან კიდე პროცენტი ავიღო რომელი ჯობია ну ეხლა ეს ჯობია ხო ანუ ეხლა დაჭა დიდი ბიზნესმენობა ეს ეხლა ერთადერთი ჩემიდან რაც შეიძლება ცოტა წაგვეხმაროს ისა რომ კოლექტიური ჩხუბი და ეს რაღაცები აი ხელი ჩართული არ ყოფილა არა ეგ ხო ნუ უფრო ზეიმში გაატარებენ ეხლა იმ ინციდენტსაც ახსნიან გულშემატკივართან 1-2 მიგ ბოთლი გადმოაგდეს გავიგეთ ეხლა ვასარასი რომ საჯობდა დანა ესროლეს გახსნილი ირლანდიასთან ირლანდ წარმოიდგინეს რომ მოხვედროდა და
მოხდა კიდე, საბათ იმით არ მოხდა. ვასარას ჩვენ აი ისე რო ვთქვა, ქალაქ გვიჯიგრა, თორე არ ვიცი, რა სანქცია დამალეს რაღაც ისდანა, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ დანა ესროლეს კლავდენ ფაქტიურად რა. ალბათობა რამდენია ეხა შენ რომ გახსნი დანას ესრი ადამიანს? გააჩნია ბრიტი თუ ესრის 10-დან 10-დან. ხო. და ანუ რაღაცა შეიძლება გამოძვეს. ეხა მოდი კიდე ერთ მეორე თემას შევეხოთ. ეს ეიფორიული განწყობა გვაქვს და კარგია, იმიტომ რომ გვაქვს საბაბი ამისი და მართლაც ეს ხრით ერთი ეხა რავი საშვილიშვილო ანგარიშია ჩვენთვის. მაგრამ ამის პარალელურად თამაშობდნენ ახალგაზრდული ნაკრებები. ხო, რომლები? 17 და 21-ში კარგად თავარჯერ, იმიტომ რომ ეგრე უკვე კიდე სათამაშო ისა რა ქვია, ხო? ფინალური ეტაპი და სლოვაკეთში და მემზადებით ამისთვის, რომ იქაც რაღაც და 20 წლამდელების განცხადებას ვაკეთებთ სომხეთთან ერთად, რომ ევროკობიეშუმა ხორო ჩავატაროთ. ცოტა ჩვენთვის გაიამარა ეს გარი ავიკიდეთ. მაგრამ აი ნახე, სტადიონი არა. შენ დადიხარ ახლა ამ თამაშებზე ყველაზე ჩვენზე ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად. არ ვიცი რომლით დავიწყო და 17 წლიანები მე რატო დავითრგუნე 17 წლიანებით უფრო ვიდრე გოლივერ გაიტანა 19-იანებით. არა, გოლივერ გაიტანა ვის ეთამაშენთან რა. ანუ ყაზახეთს და ლიტვას ეთამაშენ და ორივე თამაში წააგეს 3-0. იცი ქართველი ვთქვათ რაღაცა სხვა სპორტის სახეობას რო აგებდეს და უშუალოდ ლიტველთან სათამაშოს მაგრამ ყალაზბოს მაგრამ ხო ნუ უფრო მარტივად შევეგუებოდი ამას არც ის გამიხარდებოდა ხა ბუნებრივია ხო მაგრამ ნუ ახსნას ამას კანონზომიერად შედარება რა და ვიტყოდი რა პირველი ნომერი სპორტი ყაზახეთთან იმტკი ლატვია აი ყაზახეთთან ხო ხოკეი რომ მოგიგოს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ხო ჭიდაობაში შეიძლება მოგიგოს არა ხოკეიში სხვა ვერა კი თავიანთი ყაზახთან ბარისი აქვს მაგრამ ძალიან მაგარი ჭიდაობაში მოგიგონ კი არა აქვს ძალიან მაგარი სამივე კი ჩვენზე კარგია არა მაგრამ ეს არის ოლიმპიური ჩემპიონი ყაზახი არ გამიგია ჭიდაობაში ესენი არიან თურქული ტომები სადაც ჭიდაობა გავრცელებულია მე ვიყავი ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ყავს ყაზახი არა ოლიმპიური ჩემპიონი რაღაც მაგრამ ძალიან პოპულარულია ეს არის და იქ რასაც აი ჩვენ ხო გვაქვს ქართული ჭიდაობა ყაზახური აქვს იმას გასაგებია მაგრამ ეხლა ძალიან დიდი ფულია იქ ფეხბურთის აი 17 წლიანები გასაგებია თუ მეკითხებით ბოდიში ხო მაგრამ 17 წლიანებმა გოლი რო ვერ გაიტანეს და თან ის რაღაცა მეორე ლიგაში ეს ერთა რაღაცა მეორე ლიგა იყო. ანუ ჩვენი დონის იქ კი არ შეხვდება საფრანგეთის 17 წლიანებს და გერმანიის. აი ყაზახეთი და ეს და ჩვენ ესე იქ მაგდონეზე ვართ. აი მეორე ლიგი. მაგის ქვევით აღარ არის აღარაფერი. მაგრამ 19 წლიანები იყო უფრო აღსანიშნავი და ხო, აი რაღაცებით რა. აი თან არა გოლს უყური რა მე სხვა რამე მინდა კიდე. ეს არ მინახავს და მაინტერესებს. აი ეს მესამეა უკვე. ლიტვას. ყაზახეთი იქნება. ეს ყაზახეთი. ლიტვა. ფორმით ლიტვა. ლიტვა. და ამათი მწვრთნელი ვინ არის? აი, საქმეც მაგაშია. მაგალითად, მე 19 წლიანების ელიტ-რაუნდზე სამივე თამაშზე გახდი. ნუ პირველი წავაგეთ პოლონეთთან, ჩემი დაკვირვება ესეთია, რომ პირველი გოლი რიკოშეტით ავტოგოლი რო გაუშვით. გვაქვს მე მგონი აი და თამაში დაანებეს თავი რა. იმის მერე ორი პენალი მოხდა, რომლითანაც ერთი აიღო საურმა, ერთი გამოიცნო და ვერ აიღო. და მესამეც რაღაცა ისეთ გაუშვა. 3-0 წააგეს ამის მერე წამოვიდნენ და მოუგეს იმას რა ქვია, სლოვაკებს. ხო. და მესამე საჩუქარი გაგვიკეთა მონტენეგრომ, რომელმაც მოუგო პოლონეთს და ეხლა ბოლო ტურის წინ გვაქვს მდგომარეობა ესეთი, რომ 6-6 ქულით შეიძლება ჩვენ დავამთავროთ და თამაშს ვიწყებთ ისე, რომ 1-0 უგებთ ამ მონტენეგროს. უგებთ ეხლა მონტენეგროს ოდნავ გამხდარი იყო ჩემზე მეკარე. მონტენეგროს. ოდნავ გამხდარი. მაშინ დაუფარია კარები და რაღაც ერთში ხო. ხო, მაგრამ მე ხო რომ ჩამაყენო ვერ გადავხდები რა, ვერც ერთხელ. ხო. ის კი გადახდა 1-2-ჯერ, მაგრამ 1-0-ია. ნუ რაღაცა გოლი ხო გაუშვით 1-1 და მე 20 წუთზე 2-0 იგებს უკვე პოლონეთი, ანუ
თუ ჩვენ და პოლონეთი გავედით ხო, ну მაშინ მონტენეგროს აქვს 4 ქულა. მეორე ტაიმში, ну აბსოლუტურად დაანებეს თამაში თავი ლამის და 3-1 წავაგეთ მონტენეგროსთან. მონტენეგრო გავიდა 7 ქულით, პოლონეთი დარჩა მეორედ. ერთ-ერთმა ადამიანმა იცის კი მითხრა, აი ხა უნდა წავაგოთ ეს თამაში, რომ პოლონეთი არ გავიდეს, გავიდეს მონტენეგრო. კაცო, რატო უნდა წავაგოთ თამაში? სახლში, ჩემი თამაში. ჩემი ელიტ რაუნდში გავიდე მეორე ადგილზე. თუ მოგიგო იმ პოლონეთმა არ უნდა მოეგო ჩემი საზრით. არა ქონდა იქ წასაგები, ნორმალურად გვეთამაშა, მაგრამ რატო უნდა წააგო სპეციალურად ან რაღაცა? რატო უნდა დაანებო თამაშთან? და სახში რო ელიტ რაუნდს თამაშობ და პრეტენზიები გაქვს, რომ უკვე ვიღაცა იქ იყოს სალია, რომელსაც ლიც ახლა ნიუკასლი ჩვენ იმედები გვაქვს რომ ხო, გაისვრის. არა, ჯერ კიდევ საკითხავია. გარი ვიღაცეები სხვები რა, ფეხბურთელები რა, სამუშია ესენი. ბჭო. სახში რო ელიტ რაუნდს თამაშობ და ამსეთ თამაშზე ახლა ლაშა იცის ეგაბები, დადის 200 კაცი ხო იქ? თბილისში რომ მოვა 1000 ადამიანი. და ბესკის ჩვენ 19 წლამდე რეკორდი გვეკუთვნის ჩეხებთან სხვა. ჩეხებთან და ჯერ ერთი ამერიკ რაუნდზეც კი 150 სკაუტი იყო შეიძლება და რო ზის ეს ამდენი ადამიანი რატომ არ უნდა ითამაშო სწორედ მასეთ თამაში? ფორუმებზე ხდება. რატო არ უნდა ითამაშო? და თუ ჩვენ აი ამ შედეგებით რომ ვიმსჯელოთ მარტო რაცა გვაქვს ჩვენ სერიოზული წყვეტა გველის 17 და 19 წლიანების ესე იგი. გამოდის ეგეთი რამე, იმიტომ რომ იმან ორ თამაში გოლი ვერ გაიტანა, ამან სამ თამაში გაიტანა 3 გოლი და გაუშვა 1 4 7 არა და თამაშებდა და ამისენ და მე ვერ ყვევი შეიძლება კარგად, მაგრამ ხო არის ესეთი მოარული გამოთქმა რომ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან. კი. შემადგენლობა რომელმაც მოუგო სლოვაკეთს, ის რატომ უნდა შეცვალო და რომელმაც წააგო პოლონეთთან, ის რატომ უნდა დააყენო შემბოლო თამაში. ეს შესაბამისად ორივემ წააგო. ორივე თამაში წააგო იმ შემადგენლობამ კაცო. რატო უნდა გააკეთო ეგეთი რამე? შენ მაყურებელს რატო არ უნდა სეპატივი ისიც გავიხსენოთ 17 წლისები სიტყვაზე და 19 წლისები ეს ჩვენი ეხანდელი ნაკრების ბიჭები ვარსკვლავები იყვნენ უკვე ახლა ნახავთ არა აი ახლა ნახავთ იმის გოლს კაცო ჩიკოვანის მეორე გოლი რა ამათან ჩიკოვანის მეორე გოლი უბრალოდ ნახეთ ადამიანმა როგორი ის გააკეთა რა იქ არა და კარგად დაუიწყეთ თან 1-0 მივყავდა ბოლო მატჩში ვიძახ. ხო, მაგას ვამბობ მე და 1-1 და მე ეტყობა შესვენებაზე რო გაიგეს რომ პოლონეთი იგებდა 2-0-ს და ეგრეც მოიგო. და დაანებეს იმ თამაშს თავი რა, აღარ ითამაშეს ეს მეორე ტაიმი. აი არ ვიცი, არ გამოვა ესეთი მიდრომა. არა და მირიან ხშირად სანდრო დამეთახები ალბათ რომ დიდი გუნდი ახალგაზრდებით შევსებული წარმატებას რო აღწევს, ხო? იმ ხელა მუხტი იძლევა რომ 17 წლამდელები და 19 წლამდელები მე ამ ნათელ მაგალითს რო ხედავე რომ აი ეს ნახე იქ წავიდნენ აქ წავიდნენ იმას მოუგეს ევროპაზე გავიდნენ რომ 10 მაგათ ვარჯიშობენ და პირიქით ისეთი ცვლა მოდის რომ ამათ ქუსლებზე აბიჯებენ რომ აი მოვედით და ეხლა ჩვენ უნდა ვიყო და ეს ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ხა ფეხბურთზე შედის, დიდი პატარა სახში იხვეწება, რომ არაცხელია უნდა გამოვიდე და მიქაუტაძე უნდა გამოვიდე. მამარდაშვილი კაცო ხელთათმანებით დადის ხალხი სტადიონზე, ბავშვები დადენ ხელთათმანებით, ეს დრამე მე არ მახსოვს რა. აი პრეცედენტები ქმნის ამას, რომ შენ გინდა რომ იმას გავდე თქვა, ხო? 17 წლის რო ხარ, გინდა რომ მართლა არაცხელია იყო ისაც მარადონა ხავს ნახე უნდა რომ მარადონა ხო და მარადონა კიდე შეიძლება არ იყოს ხელშესახები გაიგე არგენტინაში ეს აქაური აკაზი შენივე პირობებში გაზრდილები რო არიან გიჩნდება იმის მოლოდინი რომ მე შემიძლია ესე იგი ეს გავაკეთო და იმიტომ მიყვირს აი ესეთი მე ძალიან არ მინდა რომ სალია მოხდეს როგორ ჯგუფში იცი აი დიდი გუნდები შეფინანსურად შეძლებულები როგორც ნიუკასლი 20 და 30 კაც რო ყიდულობენ იმ გაანგარიშებით რომ იქნებ ერთმა გაამართლოს იმ 30-დან და იმ 30-ში დახარჯული 10 მილიონი მათთვის დიდი არაფერი ისეთი ის არ არის რა თან აი არ მინდა რომ ამ იმაში იყოს ძალიან მაგრამ რა ვიცი აი თორსაც ნახავ ხა დინამოზე აი რა იქნება შევხედავთ რა აქ ამ სულყა ისე გაქვს რა ქვია მიმოხილვა ამისი ამ ხო მაგრამ აი ეგ იქნება ჩიკოვანის გოლი აი ნუ სასწაული
კაი გოლი გაიტანა. მოდა. ეს არის რა მე მაგალითად 19 წლიანების თამაშით ვარ უკბაყოფილი. ხარ უკბაყოფილი. და იყვნენ უკბაყოფილებია, ძირითადად მშობლები და 21 წლიანებმა სად ითამაშეს? თუ არის თურქეთში ითამაშეს ტურნირზე და მოუგეს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთს 4-2. თან რო აგებდნენ ერთი თამაში. არა, სერბეთთან და სერბებს მოუგეს 3-1. ანუ სვანაძეა, ხო კი, სვანაძე ძალიან კარგად აი გუნდია რა, პრინციპში. ხო და ჩემპიონატი ხო ახლა. აგოთენა ბევრს რა გონია, იცი რომ 21 წლამდელებმა აქ რო კარგად ითამაშეს და წესის ოლიმპიადაზეც რო უნდა გავსულიყავი და ეხა ისევ სვანაძე რო გონიათ რომ ისევ ის გუნდია და აბსოლუტურად სხვა გუნდი შექმნა. ეს არის დასაფასებელი, ხო? გუფი აქ ძართული. აზაროვი ხვდება. ხდება კი. აზაროვი ხვდება, გოგლიჩიძე ხვდება. ამ პირველიდან ვინ ხარის? და საზონოვი. საზონო ვეღარა. საზონო ვერა. საზონო ერთიანია. სადღამა ხდებოდა ისინი და ვარჯიშობს კაცო. არა, ასაკითაც ვეღარ ხვდება. მაგრამ ცუდი ძართული ჯგუფი გვაქვს. ფრანგები, რომლებიც ტრადიციულად ძლიერები. არა, გავიგე. ფრანგების გარდა პორტუგალიელები და მესამე არის პოლონეთი. ჩავხედე რუკას. ამ პოლონეთის სად ეთამაშები არის? 70 კილომეტრია ის ქალაქი პოლონეთის საზღვართან. სამაკატებით ჩამოვა ხალხი რომ მოინდომონ. მირიან თბილისში რა დვილი ჯგუფი ყო და არა, მაგის თქმა მინდო. გავიგე, მაგრამ თბილისი იყო ეს და ეს არის სლოვაკეთი. ეხლა ეს ნახეთ, ეს გოლი არის უბრალოდ ხო გაიმეორებთ ალბათ. კი. აი ნახე უბრალოდ ტექნიკა ნახე ამ ბიჭეს და ეს სხვათა შორის დინამოშიც კარგად თამაშობს ეს ჩიქოვანი. თან ეს ისეთი მომენტი იყო, რომ ისინი ცოტას უტევდნენ და უნდათ რომ გარდატეხა რაღაცა შეექმნათ. იმათთვის მაშინ ბოლო თამაშს აზრი ჰქონდა. ნახე, აუტიდან მიიღო. ოპ, ერთი იქით ეხებშუა, წამოვიდა. აპ და მოხო შვენიერია თქო. დამკაში გავიდა. ხვირსახოცზე მოატყუა რა. ბრავო. ბრავო, ძალიან კაი, ძალიან კაი გოლი. აი დინამოში არის რამდენიმე კარგი, რომლის ყურება შეიძლება ახლა. თლათ მარტო ისე არა ვართ, რომ ჩვევის გამო დავდიოდეთ სტადიონზე და რაღაცა. დინამო, კი. თქვენ რაიმე ის გააქვთ, რა ქვია. შეგრძნება რომ ამ წელს ევროტურნირებზე ორ კვალიფიკაციას მაინც რომელიმე გაიგო. მე მქონდა ეგეთი. მე არ დავდივარ უბრალოდ საქართველოს. მე მქონდა ქუთაისის ტორპედო და ნეგ მოლოდინი. იმიტომ რომ რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მაგუნჩი თანხები იხარჯება, აი იგივე რომ ნაკრებებს დაუბრუნდეთ. ჩვენი მეზობლები, სომხები და აზერბაიჯანელები. ჩემის აზრით რატო არა აქვს შედეგი ნაკრებში? იმიტომ რომ მაგათ გააკეთეს გუნდები, იმათ ყარაბახი, ამათ ეს ნოა, სადაც ერთი ან ორი ადგილობრივი თუ თამაშობს, დანარჩენი საშუალო დონის ლეგიონერები ყავთ და იმ კონფერენც ლიგის ჯგუფში საკმაოდ ახლა ყარაბაღს უფრო მეტიც უზეწყობს. კი, ევროპა ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგაზეც ხო იყო 2 წლის უკან ჯგუფში. კი, წააგო ყველაფერი, მაგრამ რამშველობა მოხდა. აი, მაგრამ ესეთ გუნდებს რო აკეთებ, ნაკრებში აღარ აკავს ისე მე ჭირდება ეს უგანდელი თუ ნიგერიელი თუ სადაურიცა რა. იმის ნატურალიზაცია, იმიტომ რომ შენ გუნდში რომელიც ევროპაზე თამაშობს, შენი ფეხბურთელი არ აკავს. დინამო არის მეორე უკიდურესობაში წასული. პირველი თამაში დინამოს გადაუტანეს და მეორე თამაში კი დაიწერა რომ ეს იყო რეკორდი და რაღაცა, მაგრამ 21 კაცი ყავდა თუ 20 განაცხადში და სულ ყველა იყო თავისი აკადემიიდან. იმიტომ რომ ვერ და ესე იგი განაცხადში ვერ შეიყვანეს. ხო, არა, ვერ შეიყვანეს განაცხადში, ვერც კანკავა, ვერც ქვილია, ვერც იმსაკრინე და რაღაც დარღვევა იყო. ტრანსფერის უფლება ახლა უკვე აქვს, იმიტომ გადაიხადეს იჯარი. ხო, არა, იმ სადაც ანუ რა, აქ უკიდურესობა, იქ მეორე უკიდურესობა. იგივე არის ეს ახლა. ყველაზე გამართულ ფეხბურთს მეტნაკლებად თამაშობს საბურთალო. ლევანდელი იმიდან, შედეგებიდაც ეგრეა და თამაშდაც იბერია 99. დიახ. მაგრამ იქ თანხა იხარჯება, ნუ რაღაცას გამო ხო ხარჯავს ის კაცი ალბათ ის სპონსორი ვინც არის. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. თუ ეს ფული იხარჯება იმისთვის, რომ გახდეს საქართველოს ჩემპიონი, ჩემის აზრით ეგ არის გაუმართლებელი ხარჯი. საქართველოს ჩემპიონი უნდა გახდეს ცოტა სხვა
იმითი რა ჩემის აზრით თუ უნდა გახდეს შენი გაზრდილი ფეხბურთელები და 4-5 კვალიფიციური უცხოელის დამატებით და არა ის რომ ყავდეს 12 უცხოელი, წვრთნელი უცხოელი, ტექნიკური დირექტორი უცხოელი და საბოლოო ჯამში დაკრებს საქართველოს არ აძლევდი არაფერს. ხო, არც ახალგაზრდობს, არც და ბათუმში ეს ეიფორიამ გადაიარა რაღაცა ისე გადაიარა, მაგრამ რა არის ლაშა ჩამოყარეს ყურება არა და რავი კაი სტადიონი თითქოს იქ გზელვადიანი პროექტი ეგეც არის აი ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონების ვერახტებია ვაკრიტიკოთ ჩვენ ფიფია და ჩვენგანაც არაკლია და სხვებისგანაც არაკლია აკადემია რომელიც მას აქვს და კიდე ნუ ძირითადად ხო 3 აკადემია მუშაობს საქართველოში რა ეს არის დინამოსი იბერიასი და ლოკომოტივისი მეტი არ მუშაობს თორემ რეპორტაჟებსაც უსმენთ აი საქართველოს ჩემპიონატის რეპორტაჟი რა ნახოთ დინამოსთან თუ თამაშობს განსაკუთრებით ვიღაცა მოწინააღმდეგე გუნდზე ეს დინამოს აკადემიის გაზრდილია ამას დინამოში დათამაშა მე ამას ნუ ვერ იპოვნი გუნდს რომელშიც ნახევარზე მეტი დინამო გავლილი ფეხბურთელი არის ის რო არის ფედერაციის აკადემიები რო არის ფედერაციის აკადემიები აი რამე შედეგს იძლევა თუ მე ჯერჯერობით იქიდან წამოსული ფეხბურთელი ნაკრებში და იმაში ვერ ვნახე და ხო და ეხლა 1 და 2 წელი არ არის მირიან გეთახვები რომ აი ამასო ეგ ცუდია ყველა რო დინამო გამოვლილია ხო ეს ნიშნავს რომ ერთ ადგილას არის ერთ კონკრეტულ პატარა წერტილზე კონცენტრირებული ამ ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა და იმას შეცდომა რომ მოუვიდეს რომელიმე ასაკში 1 და 2 ასაკში ხო ესე იგი ჩავარდნა უნდა დაგეწყოს იმ წუთში იმიტომ რომ სხვა აღარავინ არ აკავს ვინც იმაში ავსებს და ხო არ შეიძლება წლიდან წლამდე იმ ახალგაზრდულ ლიგაში დინამო და საბურთალო ხდებოდეს ერთმანეთს ფინალში და ან ერთი იგებდეს და ან მეორე მირიან გეთახვები მაგ სიტყვებში და ჩვენ აგერ მე და ბიძინა ვიყავით მთელი ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით სხვადასხვა ტელევიზიებში სადაც დავრბოდით ჩვენს გარდა მე მგონი არავის უხსენებია ყველას მადლობა ფედერაციას მწვრთნელებს ფეხბურთს სულ ყველას რა თქმა უნდა ალალად და დამსახურებულად, მაგრამ ჩვენ ვამატებდით დინამოს აკადემიას, იმიტომ რომ ის 80% ფეხბურთელების, ვინცაც სიხარული მოგვიტანა, სწორედ დინამოს აკადემიაში გაიზარდნენ. ამას არ უარყოფთ და ამას ვხედავ და მადლობა აკადემიაში მომუშავე ხალხს, შემქმნელებს და ყველას და არ დავივიწყოთ. მე იქ ნამუშევარი ვარ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ახლოდან როგორ და რა და ის ბიჭები, ვინც ეხა თამაშობენ ჩემ დროს აკადემიაში იყვნენ, გადმოვიდნენ დინამოში და ვიცი ეს პროცესი და კარგია, მაგრამ ეხა ჩვენც ვაკრიტიკებთ, ჩვენც არ ვაკლებთო, მაგრამ როცა დინამო ყავს, დინამო არ ნიშნავს მარტო აკადემიის ქონას და მარტო კარგი ფეხბურთელების გაზრდას. ეს დინამო ზაგრებსაც ყავს აკადემია, მაგრამ დინამო ზაგრები გადის იმ ჩემპიონთა ლიგაზე და მე იმ გასულ ფეხბურთელებს ეხა რომ იმაზე ვოცნებოთო 700,000 იქიდან ავიღოთ და 600,000 იქიდან 20 მილიონებს და 40 მილიონებს იღებს, იმიტომ რომ დინამო ზაგრები რომ გადის იმ ლიგაზე და იქ ტოტენჰემს გაუტანს ვიღაცა გოლს, ხო ის 20 მილიონად იყიდება და ისიც საგრებელია ის გაზრდილი. აი ეს გვინდა რომ მივიღოთ თორე ხა მარტო ის რა ქვია აკადემია თუ არის და იქ თუს მაშინ იყოს მარტო აკადემია და სიტყვაზე თუ მარტო ეს საქმე არის კარგად აწყობილი ის რაც არ არის სხვამა აწყოს მაშინ და ამან მიაწოდოს იქ და კი არ გეუბნები ჩუქებით რაღაც დროებითი მართვით რომ ამის გაზრდილები და ხერი ხო ის იქნება რომ სიტყვაზე იგივე ის კვარაცხელია ჩაკვეტაძე ამარდაშვილი რომლებმაც თავის კლუბს თავის ამღზდელ კლუბს ვერ მოუტანა ის თანხები რითიც შეიძლება ისე განვითარებულიყო დინამო რომ კიდე 3 კვარაცხელია და 3 ის გაიზარდა რა ვქო ჩაკვეტაძე რატო იმიტომ რომ ეს ფული წავიდა სადღაც კერძო ჯიბეებში რაღაცა ურთიერთობით კონტრაქტის ვერ მოწერით თუ რაღაცით რაც ასევე შემადგენელია საფეხბურთო კლუბს რო ფლობ ამის რა ვქია ამას ლოჯისტიკა და მარტო რომ შენ რო ფეხბურთელი ნიჭიერი გეზდება ისი არ უნდა ქნა რომ თუ გაქვს 30 მილიონი ამაში ასაღები აიღო 600,000 ანუ სწორი გათვლა არის რეინვესტირება თუ ხდება რეინვესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რაღაცას რო აიღებ იმიტომ რომ დღეს ჩადებულმა მილიონმა ხვალ შეიძლება 5 მოგიტანოს მარტივი მაგალითად იგივე 19 წლიანებთან ნაკრებიდან ავიღოთ არის ფეხბურთელი ესეთი ფეიქრიშვილი მან რომელიც კიევის დინამოში გაუშვით ჩვენ გაუშვეს შარშან და ჩემი გადასახედიდან ეს ბავშვი ახლა უფრო სუსტად თამაშობს ვიდრე ზანამ წავიდოდა კიევის დინამოში უფრო სუსტად შეიძლება არ ვიცი მე კიევის დინამოში როგორ და რანაირად განვითარდება და შეიძლება ეს
კონკრეტული შემთხვევა იყო, რომ ტურნირზე ვერ ითამაშა, მაგრამ ნუ ფაქტი ჯიუტია კაცი, რომელსაც უნდა ელიდერა ნაკრებისთვის, ვერ იყო ესეთი ლიდერი, როგორც უნდა ყოფილიყო და რა იმედიც აქვს და როგორც ამბობენ, რომ მეტალურათაც ლიდერია, თამაშთიც და ყველაფერიც რა. ეს არის ერთი საკითხი. აბსოლუტურად გეთახვევი, იგი დინამო ზაგრების ის რომ ავიღოთ, მე ცოტა არ ვერ ვიხსენებ, შეიძლება იმიტომ რომ არ ვიცით და არ მოვდის ჩვენამდე ინფორმაცია, რომ ზაგრების დინამო 16-17 წლის ასაკში და 18-ის ყიდდეს ფეხბურთელებს. ზაგრების დინამო 16-17 წლის ფეხბურთელებს რო აიყვანს თავისი აკადემიიდან, იმას დაახვედრებს ვიღაცებს, ვინც ან უკვე მომბრუნდა ევროპიდან, ან ჯერ არ წასულა, იმათან ერთად გაზრდის და მე 20 და 22 წლის ასაკში ყიდის და ყიდის საშუალოზე მაღალ იმაში და უკვე როგორც ბრენდი ჩამოყალიბდა ზაგრების დინამო და ამ დროს ზაგრების დინამოს სასტარტო პოზიცია ნამდვილად არ ქონდა ისეთი როგორც თბილისის დინამოს. თბილისის დინამო უფრო მაგარი ბრენდი იყო ევროპისთვის, ვიდრე ზაგრების დინამო. მაგრამ ჩვენ არ განვახორციელებთ ის რეინვესტიცია და იქ უკან არჩევდეთ, ანუ დღევანდელი ანუ შესაძლებელია თქო, ამის თქმა მინდა. როგორ არ არის, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის ხა, რომ მივდივარ ხა დღეს რომ ხომ მივდივარ, აი თუ ახლა ეს ჩიკოვანი მაგალითად ორი თამაშის მერე დამამახსოვრდა გვარი, ბესულად ვიცნობდი ამ ჩიკოვანს. ორი თამაში მაქვს რანახი დინამოში და მერე ვნახე ორი თამაში აგერ ნაკრებში და მახსოვს ხო უკვე ჩიკოვანი. ახლა რომ მივალ, უნდა უყურო ჩიკოვანის თამაშს, მე მაინტერესებს ვიღაცებს წერტილობდნენ, თორე წლევანდელი თბილისის დინამოდანაც კი მინდა რასაკვირველია რომ ჩემპიონი გახდეს, მაგრამ რო გახდება ცოტა ეჭვმეპარება რა. აი ვინაიდან თქვენ ძალიან ხშირად ესწრებით, ხო, საქართველოს ჩემპიონს. აქტიურად სუვალას. მე სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ჩავერთე ამ სიტუაციაში. მე მაინტერესებს სკაუტინგი არის საერთოდ ჩვენთან. ან სად პოულობენ ამ ასეთ ფეხბურთელებს, რომელიც შეიძლება მაგიტომაც არის რომ დინამოს აკადემიიდან მარაგდება ესა და როგორც კი გამოჩნდება ვიღაცა, იქაური სკაუტინგი ევროპელი ნახავს და წაიყვანს. და ვერც ფიფია ვერ გააჩერებს და ვერც რასაკვირველია. იმიტომ რომ როდესაც ახლა ისინი ხო ეს არიან მათემატიკა ყველაფერს იმედია. და 50,000-ად რო ფეხბურთელს იყიდი დღეს 10 რო ვიყიდო 500,000 დღევანდელ ფეხბურთში დიდ გუნდებში აღარ არის უკვე ის თანხა, რომელთაც 10 ფეხბურთელს ვერ იყიდი და ვერ გარისკავ, რომ იქიდან ერთმა მაინც იქნებ გაგიმართლოს. ეს არის ალბათ იმათი მიდგომა. ჩვენი მიდგომა ოღონდ ეს 50,000 ავიღო დღეს. აი აღარ მაინტერესო ხვალ რო ფეხი იტკინოს, ხვალ რო ეს მოვიდეს ბიჭო. კარგი. ანუ ხვალ კონტრაქტი არ გამიგრძელოს და გათვლა არის არასწორი რა. დღევანდელი კვერცხი მიდგომა სამწუხარო. ბიძინა, სხვა რაღაცასაც გეტყვი რა. ყველას ერთნაირად ხო ვერ მიუდგები. აი სიტყვაზე როცა ყავს კვარაცხელია გუნჩი ან ჩაკვეტაძე და კონტრაქტის გაგრძელება, ახლა იმასაც სამუდამო ის ხო არა, მონობა არა, უთავდება რაღაც პერიოდში, მერე გუნჩი უნდა დარჩეს, კიდე გაუგრძელო. ის რო ითხოვს სიტყვაზე გარკვეულ თანხასო კონტრაქტი გამიგრძელე და კიდე 3 წელი მოვაწერ და მერე თუ კარგად ვითამაშებ 200,000-ის მაგრივად გამყიდეთ 20 მილიონად და თქვენ ციხეირეთ და მეც. მაგრამ ეხლა რო ვიარსებო, ხო, ორი მანეთის მაგრივად უნდა მომცეთ 2,000, ხო? ეს ვიღაცა შემფასებელი უნდა იყოს ისეთი რომ წყვეტდეს რომ აი ამ კვარაცხელიას რომ მოუწეროთ ეს და დავხარჯოთ დღეს $100,000 თუ $50,000 ამ 3 წლიან კონტრაქტში აუცილებლად ამოღებადია ან და ყოველ შემთხვევაში 5 კვარაცხელიიდან 2-ით ამოვიღებთ ის 3 რომ ვერც გავყიდოთ და მიდგომა რომ იცით რომ არც ეც არ უნდა მოუწეროთ და არ უნდა მივცეთ ახლა ეს 100,000 და ჯობია ახლა გავყიდოთ 200,000 და მე 30 მილიონებად და 70 მილიონებად იყიდებიან უჩვენოთ. ხო ესე იგი ვიღაც ისეთი კაცი გჭირდება, ვინც ამას გამოიცნობს, ხო? ხო, მაგას მაგას ამას ვინც გამოიცნობს და შენ კლუბში იმ თანხას შემოიტანს. ესე იგი ჩვენ უნდა გავიზარდოთ კიდე მართლებით პირველ რიგში. ხო, იყო ეს თხოვნებაც, რომ არველადების მამაზე თხოვნობდნენ ხოლმე. რა თქმა უნდა ქარხანაა სამი ასეთი შვილი. ხო, გასაგებია. აი ქარხანას რო აშენებ, ხო ფული უნდა დახარჯო. რატო ხარჯავ? იმიტომ რომ იქიდან წარმოებული მე პროდუქციიდან ეს არის შენი როგორც აი ნედლეული რა, იმ ქარხნის ნედლეული არის ეს აკადემიის ბავშვები ხო და იმას ცოტა ხანი უნდა გათვლა ზუსტად ისეთი უნდა გააკეთო და ისეთი რესურსი უნდა გქონდეს რომ 2 და 3 წელიწადი ამ შენ ჩემპიონატში სადაც ადვილია იქ უნდა შეინახო ხალხი
იქ უნდა შეინახო, აქ უნდა ასწავლო, ხო? აქ უნდა ასწავლო ამას ფეხბურთის თამაში და აი და ეს მე მივესალმები, რომ კანკავა გვილია დაიმატა მაგალითად. რაც არ უნდა კარგი იყოს ლობინაძე, მის გვერდით თუ კანკავასნაირი კაცი არ თამაშობს, იმან ნუ ვიღაცისგან ხო რაღაცა უნდა ისწავლოს, რაღაცას რომ შეცდომას დაუშვებს, ვისაც მისი წონა გამოცდილება აქვს ბოდიში ამ ავტომატიკურად. აი, იმან ხო უნდა უთხრას რომ აი ეს ამ შემთხვევაში ასე იყო უკეთესი. მეორჯერ ისე რომ გააკეთებს და მიხვდება რომ უკეთესი იყო, უკვე თავში ჩაუждდება. აი ეს არის რა. თავის დროზე ნეძელიჩი დავიმატეთ გახსოვთ დინამოში. ზელიჩი და კაშია ვისწავლო მაგას. დღემდე იძახის რომ დორტმუნდი ზელიჩის ნაირი ფეხბურთელი დონი თავაფილა რა თქმა უნდა, მაგდონალდს კაშია დღემდე იძახის რომ ასთან ზელიჩი უფრო მაგარი დონის იყო. ხო და ეგ არის და ზუსტად იმიტომ რომ პირველ თამაშში 20 რო იყო. ზელიჩმაც ითამაშა ხა თავდასხმელი არ იყო თორე რა თავის მაგას გეუბნები უფრო ეფექტურად ითამაშა ჩისკომ ხა და ის მეკარე გასაგები არა მეკარე არ ყავდა მეკარე ორი იყო ყველაზე სარფიანი ყიდვა არა კაცო დონტი ცხოქა და კარგი მეკარე იმის დროს დონტი იმან ჩამოიყარა იყო კარგი არა მაშინ არ ყავდა არავინ და კარგი იყო და დონტი შილტონივით არავინ არ ყავდა და არავინ მე ჩვენ მაისწავლეს მეთქი მაგასთან კარგი მოდი ახლა დერბი აბნენი დერბიზე ვილაპარაკეთ და იყო ძალიან მნიშვნელოვანი დერბი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი არგენტინა ბრაზილია ხო მე რო დავიწყე გულშემატკივრობა მაშინ დინამო თამაშობდა ლურჯ ზოლიანი მაისურებით და ერევნის არარატი თამაშობდა მთელი ჩემი მერაც ყვითელი და ლურჯი ყვითელი ხო ანუ ბრაზილიის ფორმით და ეს ისე გაწერილად და გაცხადებულად ესე იყო, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობდნენ იმათ. ნუ დაახლოებით იგივე მოხდა აქაც ეხლა რაც ამას წინ უძღოდა რა ეს რაფინია გამოვიდა და დედა აგინა ინტერვიუში იმასთან რა ქვია რომარიოსთან, ნუ რომარიომ წამოიკიდა პრინციპში რაღაც კითხვები დავუსვა, თქვა რომ აუცილებლად მოვიგებთ მოედანზეც და მოედნის მიღმაცო და მაგათი დედაცო იმა ბოლოს კითხა. თან მესი არ ყავდა და ამიტომ ამაზე აეწყო, ნუ ბევრი დანაკლისი ჰქონდათ, მაგრამ ეთყობა გამაღიზიანებლად კიდე უფრო იმოქმედა ამ რაფინიას გამორათქვა, რომელიც სხვა შორის მე ძალიან ბევრმა ბრაზილიელმა გააკრიტიკა, მათ შორის რივალდომ, სილასმა, აი ნაკრებში ნათამაშემა ფეხბურთელმა, ნუ ჯერ უპატივცემულობა არ შეიძლება მეტოქისო თქვეს და მეორე თამაშის მერე თქვიო. მაგრამ ჯერ მოიგე და მერე ილაპარაკე ჯობიაო და მე-12 წუთზე 2-0-ს იგებდნენ ესენი. ანუ სანამ არ გადახდები ჰოპლა არა თქვა. ხო, აი ეს ბიჭი როგორ გაუშვა, რა გვარდიოლამ გუშინ რასაც ლაპარაკობდი, გეშია წინა გადაცემაში რა. წინა გადაცემაში მაგას ლაპარაკობ, რაც გაუშვა იმის მერე. ხო, პროფესორს ერთი SMS-ი მოგწერე რა ეშველება ციტისო და გვარდიოლას წასვლა თქო. კი, ეგ არ გაიგოს ეხა იმან რა ქვია, ბოვა გორგოზე დაბრუნდება. ის 82 წლის ბრაზილიაც კარგად გვახსოვს და არავის არ უგინებია. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, ხო, რომ ლახევარდაცვა სასწაული. თელის თემაც არის ხა. ესეთი ფეხბურთელები რო ყავს რა, უყურე ის ვინისიუსი შარშან იმაზე მთელ სოფლიო იმაზე დაობს, უნდა მიიღო თუ არ უნდა მიიღო ოქროს ბურთი და ბესტი მიიღო, ხო, ის მეორე პრიზი. ანუ ერთი ვერსიით როდრი გახდა, მეორე ვერსია ამანა იყო, ხო? ეს რაფინია არის და წელს დიდი ალბათობით განიხილება კანდიდატად იმისი რა ქვია, ოქროს ბურთის. ის როდრიგოა და მადრიდის რეალში სიტიო რო ამბობ, სიტის მაგარ მოუგო ის კამბექი რო გააკეთეს და ამის დამსახურებით. მეკარი არ ყავთ თუ რა? ეხა მეკარი ყავთ, აი ეს ალისონი ამ შემთხვევაში არ იყო, მაგრამ თვითონ ეს იმისი რა ქვია, ასარჩევად აქვს, ერთი მეკარი ყავს მაგათ ეხლა. არა, ამან იყო უყურე ჩვენ ეხა გოლები რა ამ თამაში ორი ძალიან მაგარი ბურთი აიღო ამ მეკარემ რა, რომელიც კი, მაგ დაცვა ეხა დიდი პატივიცემ მარკინიოსი როა იმით. რა ვიცი, მარკინიოსი არის კაპიტანი PSG-ში, მესი თამაშობდა, ნეიმარი, მბაპე და ეს იყო კაპიტანი და კი ბატონო. და სწორედ პარი სენ-ჟერმენის ნაკლიც ეგ არის მარკინიოსი რო იქ არის. კაცი თამაშობს ძირითადად შემოდგენლობიდან 11-დან ევროპაში. ხო, ბრაზილიელები. სულ ყველა. 11-ვე. ბრაზილია. ეხლა არა, ეხლა სხვა შორის რამდენიმე კაი, ეს რვა ხო არის ყოველთვის. კი. შეცვალე შემოდია ხო. აბა ლაშა
იქ რომ სალევან, იქ რომ იმას რა ქვია, იმ ლივერპულში, ბაიერნში, PSG-ში და იმაში ევროპულ ფეხბურთს რო ათამაშებენ წელიწადში 11 თვე. ნუ აქაც ესეა არგენტინაც ეგრეა. უკვე სისხლში და ხორჩი გაუჯდა ის ევროპული და ვერც ის და ღამურას ვარიანტში ვარდება რა, ცოტა აღარც ის არის ბრაზილიელი და ბოლომდე ესეც ვერ არის და იქ თუ ამისი ტექნიკა კიდე იმ გუნდში სხვებიც რო ყავს სადღაც რაღაცაში მოჭას, ალბათ ერთად რო შეიკიდნენ უკვე ვეღარ იხარშება ეგ რა. შეიძლება მაგრამ აქ ვერ მოხდა. 94-ის ბრაზილიელები ბებეტო და რომარიო ძირითადებში თამაშობდნენ ყველა და იქ ბრაზილიურ ფეხბურთს თამაშობდნენ რომ მიდიოდნენ მერე ხო? არა, მწვრთნელის თემა არის ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკებს, ანუ ახლა რამდენიმე ვინც მოიყვა თვითონ დაწერეს ახლა, ვინც მოიყვანეს, ხო? ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ დაამტკიცა ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ფედერაციას ედავებიან ძირითადად, იმიტომ რომ მენეზესი მოიყვანეს და უშავ და არი ვარგა და შეცდომა იყო მოყვანო რას ამბობენ იცი ნახე სანამ მოვიდოდა ნაკრებში იყო ახალგაზრდულის მწვრთნელი ანუ იმაში ბრაზილიის ჩემპიონატში კარგად ითამაშა მოიგო რაღაცეები მაგრამ ახალგაზრდული მწვრთნელი იყო რომელმაც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ისე წააგო რომ ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა აი და ეხლა ერთ კაცი რატომ მოიყვანო ნაკრებშიო თქვენს მერე იყო დინისი რომელმაც მოიგო ფლუმინენსეთი კოპა ლიბერტადორესი მაგრამ შემთხვევითი კაცი იყო რა მეორე სეზონში გავარდა იმიდან რა ქვია ლიგიდან ეს ფლუმინენსე და გააგდეს სამსახურიდან ეს ხო ამას შეაბარეს ნაკრები ისე ვერ ითამაშდა ეხლა შემსრულებლები ბრაზილიას რო ყავს ისეთი უნდა ყავდეს ხო და ეს კალონი მოვიდა ყველაფერი მოიგო რაც მოვიდა ხო ორი კოპა ამერიკა მოიგო მსოფლიო მოიგო ხა მანდამაც არ უნდა ჩააცივდე ბრაზილიას მოუგო თავის სახში ეგეც სხვა შორის პირველი შემთხვევაა რომ ბრაზილიამ წააგო კოპა ამერიკას სახში პლუს კოპა ამერიკა ხო წააგო შესარჩევი ერთადერთი თამაში აქვს წაგებული ეხლა წააგო ისევ არგენტინასთან შესაბამისად სკალონერი პირველი კაცი რომელმაც ორივე ერთ შესარჩევში ორივე თამაში მოუგო ბრაზილიას მათ შორის პირველი თამაში ისტორიულად რაც წააგეს მარაკანაზე და პლუს კიდე თვითონ გაუტანა გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდულზე და გააგდო ბრაზილია 97 წელს თუმცა ეგეთი ზიზღი არა აქვს ბრაზილიელების არა პირიქით უყვარს ბრაზილიელებს ხარო და სხვათა შორის ამ თამაშის არ ვიცი ვცელდება ეს ისენი რა ქვია კადრები ეს რამდენად შეესაბამება რეალობას თუ არა არ ვიცი და მოგონილია თუ არა რაფინიას გადაეხვია თამაშის მერე იმაში რა ზონაში და გამოვიდა თქვა რომ მაშინ თამაშამდეს თქვა ну ეხა ეს ამაში მე მგონი უბრალოდ ჭკუა უფრო მეტი იყო რა თქვა რომ მაგალითად აიღეთ ნეიმარისგან და მესისგან როცა იქ წააგო ბრაზილიამ სახში ესე ნეიმარი მივიდა მიულოცამა და მესი იმამდე რა ქვია დაჯილდოებამდე წავდა და დაუჯდა იქ და გადახვეულები იჯდნენ ფოტოც იყო კიბეზე რო არიან ხო ანუ იცი რა დიდი სპორტსმენი ხო ნეიმარი რომ მესისთან სახში მიდის და ერთად რო უყურებენ დიდი სპორტსმენი კი არა იქ ხო დიდი პიროვნებაც როც კარი ეს სულელია ვიცინა არგენტინელებს ყოველთვის საქციელებზე რო გეუბნები რომ საქციელის გამო არ მოწევს და სამხრეთ ამერიკელ გერმანელებს და მაგრამ არ მიყვირს ესეთი თამაში იმიტომ რომ შეუძლიათ იმასთან ერთად ესეც დაამატონ აი ბრაზილიელები არასდროს არ იყვნენ აი თქვენ გაგიტანთ იმდეს თქვენ გაგვიტანთ ამდესაც შეძლებ ჩვენ ამდესაც მოგვინდება ეს რაღაცა მატყაობა ფინტიფლისკობა ტექნიკა ყველაფერი მათთან ასოცირდებოდა არ იყო ეგრე ეხლა გადავიდნენ რაღაც პრაგმატულ ზონების კეთვაში და იმაში აღარ არის ის ბრაზილიელი ისთვისაც წააგებდნენ გული დაგწნობდა მოიგებდნენ გაგიხარდებოდა მაგრამ იყო ბრაზილია აღარ არის საყურებელი იყო აი საყურებელი ისეთქი რადგან მე კარგად საქციელი და დიდი როცა ფეხბურთელი მაგალითი როცა იქცევა ეგრე როგორც იქცევიან მესი ნეიმარი ეს არის და დასაფასებელი ეგათო ფინტი შეიძლება ყველას ასწავლო მეტნაკლებად ნიჭი ვისაც აქვს მაგრამ ცევა არის გვარდიოლა ახლა ამაზონა გადავიდეთ უკვე არბიტრაჟზე ერთს გეტყვი რომ
იგივე შეცდომას უშვებს ეხა ახალს გვარდიოლა წაიყვანა ეს პატარა არგენტინელი ეს მაგასაც გაუშვა. ეჩევერი გაუშვა უკვე. ანუ ნახე 25 მილიონი გადაიხადა. ბიჭი არის დაფრინავს. თავდასხმელები არ უყვარს. ფანტასტიკური ფეხბურთელია. აი ჰალანდი უყვარს. დაიმახსოვრეთ ეს გვარი ეჩევერი ახალგაზრდა მსოფლიო იმაზე სამხრეთ ამერიკაზე ბრაზილიას 3 გოლი გაუტანა. ეხლა კიდე ეთამაშენ მეორე ჩემპიონატი, იქაც 3 გოლი გაუტანა, 6-0 მოუგეს. და ეს ბიჭი იყიდა, წაიყვანა. და უნდა გავანათხოვრო ჟირონაშიო, ზაფხულშიო და ზაფხულამდე ხა არის 3 თვე კიდე, ხო? ანუ უნდა ყავდეს ანუ 3 თვე აბსოლუტურად უთამაშებელი დატოვა და მოვარდება ფორმიდან. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი თანამედროვეობის. უზბეკი მცველი ხო იყიდა? იყიდა უზბეკი მცველი. რო ათამაშებს. იმედი რო აქვს, დაცვას რო კი გაუგო. ბატონო, ჯერ დროზე თორე ენასწავლები. დაგვაკდება არბიტრაჟზე და მე ძალიან მიყვარს ეს აი, ნუ სანაკრებო მატჩებიდან ავარჩიეთ რამდენიმე ეპიზოდი. რუმინეთი, ბოსნია. იყო ესეთი მატჩი. სადაც ეს ხელის ეპიზოდი განსაკუთრებით ბიზნეს უყარს ხოლმე. ხელი თამაში არის პენალი. ხელით ითამაშა. ხო, თან ეხა როგორი ხედავს ყველა პენალია. ხო, და ეხა რატომ არის აქ კითხვები ეხა? რატომ ავიღეს? არა, ჯერ გვერდითმა მსაჯმა უთხრა, რომ დასანიშნია, მაგრამ ჯერ დანიშნეს გარეთ. მე უძახის ვარი, ნუ მაკელია იცაინთ ნიდერლანდელი არბიტრი ცნობილი. მე უძახის შიგნით არის. მე უძახის ვარი, რომ ეუნება შიგნით არისო და ამა ვარზე უყურო საერთოდ არაფერი არ არის. შიგნით თუა მაშინ არ არის ხელიო. მაშინ მაგას გარეთ ჯარიმა იყო და შიგნით არა. ანუ რა დაახსნა რა არის ხა ეს? არაფერი, მაგან ჩათვალა რომ ეს შემთხვევითი შემთხვევითი ხელად ჩათვალა. ჯარიმას რო ნიშნავდა? ხო, ნუ ჯარიმა დანიშნეს ფაქტი. შეიცვალა რა და ისე მოხდა ალალა. ნუ საერთოდ არ ეს დანიშნეს. ის ვარიანტია თვითონ რომ უნდა რომ იყოს თავარი ფიგურა. ხო, ნუ აქ საერთოდ ამ არბიტრს პრობლემები აქვს ამასთან დაკავშირებით. სწორად აღნიშნეთ რომ აი ვარი რო უძახის ძალიან ბრაზდა ნიდერლანდებში ვერ უძახიან. რაც არ უნდა ჩაიდინოს, აი ერთ-ერთზე გასვლა საწითლე არავინ არ დაუძახებს. მე მგონი ისე ბრაზდება მე და რასაც უნდა აკეთო. ვინ არის ეს ბრაზდება და ხო არ ვიცი, ხო არის ეს პრობლემა, მაკელი აგ ასისტენტთან საუბრობს 1 საათი, კაცეონება დარღვევა. ამის მერე ამ ბოსნიას აქვს 6 ქულა. ხო. ლიდერია ჯგუფის და პრეტენზიები გაუჩნდა რომ უნდა გავიდეს სოფლიო ჩემპიონატზე. ხო, ნუ შემთხვევითი ხელი რატომ არ არის, მაგასაც ახსნი. ეხლა ჩათვალა, რატომ არ დანიშნა, ხო? ჩათვალა რომ იყო შემთხვევითი. შემთხვევითი ხელი როდის შეიძლება ჩაითვალოს? როცა არის ვერხე და უეც არის, აი, კონტაქტიდან ან რაღაც დარტყმული. არ ამოსწრებადია ხო, გაწევა ნუ ხელის. ეხლა ამდენი ხანი მაღალ ბურთს უყურებ. წველი. ახტი და მე ხელი გააწია და იმით ბურთი წინ ეგ უკვე გაიგე. შემთხვევითი აღარ არის. ის ეხლა შენ კეთილ ინებე და ისე ითამაშე რომ ხელზე არ მოხვდეს ის თან ის ბურთი მიდიოდა მეტოქეს. მეტოქე გაუჩერა. ამან იმ ხელით გადაიგდო ის. თან საერთოდ დაინახა და დანიშნე ჯარიმა. თან ყველას წინააღმდეგ მიდიხარ, ანუ ვარის არბიტრი გეუნება პენალტია, არა არ გიჯერებ. გვერდითი არბიტრია გვაჩინოთ ხო კადრი. გეუნება დარღვევა არა, შენც არა. აბა ეხა ნუ მარტო ხარ აქეთ და იქით არის 100 კაცი. ყველა შეცდა და შენ ხარ მაგ. ხო. გაჯერება. უელსი ყაზახეთი. ყაზახეთი რა მოუცნობი. აი თითქოს არაფერი ეპიზოდი, მაგრამ აქაც ვარი ჩაერთო და მე ვფიქრობ სწორად, მაგრამ აქაც არ დაუჯერეს ვარს. ციცილზე რა? ხო, ციცილზე. სიმართლე გიხო ჯერ ვერ ვხედავ. აი, უკან მუხში ჩაარტყა გუცები. უკან ურტყავს უყურე. მუხში. აი. მუხში ჩაარტყა პირდაპირ. აი, ეს არის კონტა. ამას აყურებიება. ეხა ამას შენ ფეხი მოტეხო კაც. არაფერი არა. არაფერი არ არის. შიპებით ურტყავს. ვარს რატო დაუძახ? აი, აი, მუხში. გვერდიდან. იქია რაკეტა ფეხში. გვერდიდან პირდაპირ შიპები. ეხა აი, ვარი გეძახის, რატომ? რო ვარი ფიქრობს, რომ არის წითელი. თან ბურთი არის 3 მეტრაში იქიდან. ხო, პროცენტულად რო ავიღოთ, როცა ვარი გეძახის. იქ ვარი ერთი კაცი არ არის, იქ არის. ხო, ესე იგი ჯგუფია რა. ესე იგი ნაღდია. 90% შენ არბიტრი რო უჯერებ,
მისასალმებელია. მარცინიაკმა თქვა ერთხელ პარის სენ-ჟერმენის თამაშს გახსოვს შარშან რაღაც პენალტი დადო და ვარმა რო დამიძახაო წნეხის არ იყო სწორი პრინციპში ის პენალტი, მაგრამ ვარმა რო დამიძახაო წნეხის ქვეშ აღმოჩნდი, ანუ იქ პარიზში იყო თამაში და ყველა მიხვდა რომ პენალი უნდა დაენიშნა და ნუ დაანიშნიეს ის პენალი ბოლოს. მაგრამ ზემოქმედების ქვეშ. მოყვე მე ისე თავის გამართლებაც ადა. ანუ ყველა წინააღმდეგ წასვლა არ არის სწორი. გეუნებია, თან ამას უყურებ ეხლა. გაშლილი ფეხით, ჩიპებით ჩაარტყა, მეტი ხა აკვია. თან აფრთხილებს ყვითლით. კი. ანუ გაფრთხილებას იძლევა, მაგრამ ეგ ეუბნება რომ ეს საწითლი არის. საწითლია. ამან ცოტა შეამსუბუქა რა. ესპანეთი, ნიდერლანდები ეპიზოდი, რომელიც ბიზინამაც გაიხსენა დეპაიზე. გადაცემის დროს ლევანის ასრიც მაინტერესებს. ბატონო ლევან. Memphis Depay. აი ბოლოს აქცევამ ცოტა უფრო დამაჯერებლადაც შეიძლებოდა ცოტა უფრო დამაჯერებლადაც შეიძლება. ჯერ თვითონ იჭერს და მე ვარდება. არა დამაჯერებელი. ხო, აი მაგას ვიზახი რა. არა დამაჯერებელი. არა კი არა, მე არ ვიცემდი ამ. დარგოვაც არ არის. ნუ ორი ადამიანი ერთმანეთთან კი რაღაცა ხო, ეგეთი ძიძგილაობა სულ არის ხე საჯარიმოში. აშო ყველა კუთხურის მერე პენალი უნდა ინიშნებოდეს რა. აი ერთხელ რამაც ან ჯარიმა ითითქე. აი ერთხელ მაგრამ დაანიშნია ეხლა რა. კი დაანიშნია, მაგრამ თუმცა აი ერთმა გამოსtildeმა თვითონაც კი სერზე შემოხდა. ხო, დამკვირვებელმა თქვა, აი ისე ცუდად წაიქს, ანუ პროვოცირებულად, რომ მარტო რაღაცა რო იყოს, მარტო მაგის გამო არ უნდა, იმიტომ რომ ეს არის ახალისება სხვა ფეხბურთელების. ეხა ესე კონცერტები ატაროს და აქვია, მე სხვაც გაგიკეთებს იგივეს რა. არა, მე არ მივცემ. კიდე ერთხელ წუნდები ვოვა იყო გენიოს. ოსკარი უნდა მიიღო. მაშინ ვარი არ იყო. ხო, გერმანია, იტალია. ხო, ეგ ხო ცნობილი ფაქტია ის. გააფრთხილეს არ დადოო და ეგრევე გააქანა. ო, შენ არ მოყევი? კი. ნუ მოსკოვში მომიყვა. ხელი. აბა ვარდნაში გავიგეთ. მაგრამ ჯერ ტანზე ხვდება მერე ხელზე. გავიგე, მაგრამ გაშლილია ხე. ხო, აი, ზუსტად იმიტომ ეხა ჯერჯერობით უფრო არაზე ვარ. როგორ არის, იცით? არა, ხელში აი ესე ვარი კი, მაგრამ გაშლილი. კი, ბურთი იქით იმიტომ მიდის, ანუ ტანიდან რო აცურდა ეს ბურთი მოდის სხვა მიმართულებით და ბურთი კუთხურზე რატო გადავიდა? იმიტომ გაშლილდა. აი, ბატონ სანდროს დავეთანხმებ, ეს ხელი ეხა ასხლეტები ჩვენ გავიგეთ რომ ასხლეტა არ არის პენალტი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ხელი თავიდან რომ ფარტი გაზარდა. თავიდანვე, აი ჩვენ თუ ახლიდან ჩავთვალთ ამები, თავიდანვე ვარდნის დროს ხელები როგორ აქვს? ანუ აწეული. ეხა ჩვენ რამდენი პატკატი ასე ვთქვათ გვინახავს, ხო? ანუ ამას ფართობი პირდაპირ ხო და გაზრდილი რა. თავიდანვე წინასწარვე არის უკვე ეს ხელები აწეული. შემთხვევით მოხდება თუ განზრა, უყურე აი ეს ხელები, ეხა უკვე არის დაგეგმილია რომ უნდა იყოს მეკარესავით ხო დაფაროს. დარტყმის კუთხე შეამცირა მაგითი რა, მაგარ ხელების გაზრდა. წინასწარ. თული დასანახი იყო ეხა პრინციპში, მაგრამ ნუ გავიგეთ, ჩათვალეს რომ ასხლეტა. თუმცა რო დაენიშნა მე დარწმუნებული ვარ ვარის დაეთანხმებოდა. დაეთანხმებოდა. ეგ ისეთი შემთხვევა. იტალია მოიგებდა. ხო, ნუ 3 წელი დავთვალე იქ თამაში. მეორე ეპიზოდი ამ მატჩიდან სადაც ეგ გამიკვირდა რომ ეს დანიშნული გადათქვა, ჯერ დანიშნა და მერე დაუძახეს და გადათქვა. დაუძახეს იმიტომ რომ ისინი არ დაეთანხმა. ხო, თავისთავად. ხო, ნახოთ. არ დაენიშნა. ბურთზე თამაშობდა. ფეხში, ჯერ ფეხში ურტყავს, უყურე. აი, ფეხში. ფეხში ურტყავს. აი, რატო გადათქვა? აი, უკნიდან ნახე ეს კონტაქტი. აი, დანიშნული გაქვს. მაშინ ჩაკვეტაძეზე ჩვენ რატო არ დაგვინა? არა, ეგ ხო მაგას იგივე რა. მოიცა ხა, მოიცა. ეგრე არის. მარცხენა ფეხს ურტყავს, უყურე? რომელს ურტყავს? მუხლი მიაყოლა მერე უკანა ფეხზე, საყრდენ ფეხზე. ეს დამცველი ფეხზე ბურთს არ ეხება. მაგაზე შევთანხმდე ჯერ. იქითა მარჯვენა ფეხზე მუხლი მიაყოლა, უყურე? იტალიელი. ფეხი ჩაყო და ამან მიარტყა და მუხლი მიაყოლა და წააქცია მაგითი. შერასით. ნუ მე ხა პრინციპში ჩემი აზრი ამ ეპიზოდზე რა არის?
არბის დანიშნული აქვს პენალი. შემოეწონა. ჩვეულებრივად დავეთანხმებოდი თავის დანიშნულს. ნუ კონტაქტი იყო. ბიჭო, იმან ფეხი უფრო ადრე შეწირა, ამან მიარტყა ფეხში. გავიგარა, ფეხის დადება როგორ ხდება? არც ერთი დანიშნა, ხო, ამორიდან? არა. ხო და მოუგია ძალიან. მესამე ეპიზოდი, აქედანვე? მესამე ეპიზოდი ავიღოთ და აქ სხვა რამეს ანუ აქაც ნუ პენალტი ესეც ვერ დაინახა ხელი გაიყო კი, მაგრამ რამე დაინახა. ტელევიზორში აყურებია ეს თელი 50 თამაში. პენალტია. ეს ხელი ეხლა ამაზე არც დავთ. გაშლილი ხელი თამაშობს. მე რა? ხო დანიშნა ვარიც. მაგრამ მე მაინტერესებს რა იცი, აი დარტყმის დროს დავაკვირდეთ პენალტის დარტყმის დროს ჩვენ წინა გადაცემაში ეს რაღაც მოდიოდი, ეგ დარჩენილი იყო ტელევიზორში უბრალოდ ლიანს ყველაფერს და. ტყუილა დარბოდა, ხო? ძირითად ეპიზოდებს ეკრანზე უყურე. და მაინც ვერ ნახა ვერაფერი. და სანახავი რაც იყო კიდე რა გამორჩა ვარსაც და მაგასაც თვითონ იქვე იდგა თან. დააკვირდით პენალტის დარტყმას. იტალიელი მცველის შიგნით კვედებას. ჯერ უნდოდა გერმანელი შეეგდო საჯარიმოში. ის არ შევიდა, ბასენში რო გაგდები, ხო ისი. და ბოლოს იმაზე წამოეგო თვითონ შევარდა. იქვე დგას არბიტრი. არბიტრი მაგრამ ის არ გაჩერდა ეხლა, բայց ეს რასპადორი არ გაჩერდა კაცო? ჩათვალეს. ხო გაჩერდა ეხლა ეგა. როგორ გაჩერდა? შეყოლება. დარტყმის, აჰა, გაჩერდა და ხელმეორედ გაიქცა მე. ნუ მაგაზე აღარაც მაგაზე რავი. მაგაზე გინდა ბოლოს როდის აი მოქნეული ფეხი უნდა გააჩეროსო რომ ეს თავიდან და ეს თავიდან უნდა დააწყო. წინასწარ თუ გააფრთხილებ საჭს რომ ეგრე უნდა დავარტყო, მაშინ გინდა მოკლეულა ეხლა ყველა ვარიანტი თავიდან აი ამას დასაწყალია. თვითონ გუნდელის რასპადორის დავანებოთ. თვითონ გუნდელის ქმედებას ვიძახი, ვინც ჯერ ხელიკრა მოწინააღმდეგეს რომ შიგნით შეეგდო და იმან რაღაცა თავი შეიკავა, მერე წამოედო თვითონ შევარდა შიგნით ცვალ არბიტრის წინ დადგა და არბიტრი არ დაუნიშნეს იტალიას რომ ეგ აპატიას 94 წუთზე ახლა აზრი რო აღარ ქონდა მაგვერად გააკეთა. გასაგები ხა აპა თუ პატივისცემა უნდა და ორი მომენტი ქონდა მანამ. ხო და ეს არის როგორი ფაქტი გაფაქტული ხა. ამავე პენალტი იყო. კი ბატონო. პორტუგალია დანია. ხო, აქ ეხა რონალდოზე პენალტი ბიძგებს ჩვენ რაღაცა მივეჩვიეთ რომ ბიძგები მეთქი წესებიდან ხო არ ამოიღეს. პენალტია რა არის? ხო არის, მაგას არ დაო, მაგრამ ბარათი რა არის? ანუ ჩვენ ეხა ეს ზურგში ბიძგი, ეს ბურთზე თამაშთელობა არ არის. ეს ყვითელი ბარათი, ყვითელი ბარათი, წითელი. არა, ყვითელის არ მიცა. ამიტომ ვიძახე. პენალტის დროს ბარათები ნენელ, ანუ პენალს თუ ნიშნავდა არის საწითლი აძლევ ყვითელს, თუ საყვითლია, ყვითელს აღარ აძლევ. ანუ პენალტის შემთხვევა, მაგრამ ერთი საფეხურის ამინისტრია არის. თუ თავარი რაც არის, უნდა იყოს ბურთზე თამაშის მცდელობა. ანუ განზრახო ხეშობა. ეხა უკნიდან რომ ეს ეჯახები და აქცევ, ეს ბარათი რჩება. ნაკრებში რამდენ წლამდე შეიძლება თამაში? უსასრულო. ამდენად დაგვიხარდა. კი გააგოლები და უძახე რა. კი, შემდეგი კიდე ერთი ეპიზოდი და დავამთავრებთ. ამით საინტერესო წელი დადგინდება. ანუ აი ხა რაზეა? კუთხურია. აი ეს თამაშგარა იყო თუ კუთხური. აი ეს ეპიზოდია ეხლა. მაგალითად. დავაკვირდით ამ ეპიზოდს. ინიშნება თამაშგარის მაგივრად, ინიშნება კუთხური. ორი კაცია, ორივე უშლის მეკარეს, ხო უშლიან. აი თამაშობს, ფეხი რო აწიებდა. არის ცოილისგან გარაში შევარდა. აი სამი ნომერი გას თამაშობს. ცოილმა დაასრულა. ცოილის და დანიშნა კუთხური, ანუ ეხა ამ კუთხურიდან რო გოლი გავიდეს. ეს ხო თამაშგარი, ამას ხო ვინმე დააობთ ეხა ამაზე. თამაშგარია პირველი გარღვევა არის თამაშგარი. მე ამ კუთხურიდან რო გოლი გავიდეს, ხო რამხელა ვინმე შეცდომა. დაუძახებს ვარზე? არა, აი ეგ კიდე ცალკე თემა რო კუთხურზე ვარი არ გეძახის რა. და იმაზე არასწორი კუთხურია. ეს რაღაცა ახალს იგონებიანო კიდევ არის მაგივრად თუ რაღაცა ჩელენჯებს ალბათ. ვარის მაგერად რა უნდა. არა, სხვა რაღაცას. არაფერს სხვა ახლა ვარის მაგრამ ის თამაშგარეზე რო რობოტივით აი ის იქნება თვითონ გადაწყვიტავს. ეხა რობოტები გვაგელება იყო ევროპის ჩემპიონატზე იყო სტელო მაგის მისა. და რა ვიცი ეხა და ის ვენგერის ისა რო მთელი ტანით უნდა აი ხვიჩას ხუსის გამარვარ ჩაუთვალეთ და რა. ეგ უნდა განვიხილოთ, ეხა შეტავთ რომ მაგას განვიხილავთ. ხა მაგა იცი რა მაგას განვიხილავთ. ეგ განვიხილოთ თუ არაო. ეგ უნდა განეხილათ.
და თქვენს რომ არა, ეხა კი არ განვიხილოთ, ეხა შევთანხმდით რომ განვიხილოთ. განიღეს რა მიიღეს, ხო იცი? მიიღეს მეკარეზე 6 წამი ხო იყო, გახადდეს 8 წამი და თუ დაარღვევ, თავისუფალი ხო ინიშნებოდა, თავისუფალის მაგრამ კუთხური, ანუ ეგ კიდე საერთოდ აბსურდია, იმიტომ რომ კუთხური სასჯელი არ არის ფეხბურთში. კუთხური არის გადავიდა, კუთხური და აუტი არის გადავიდა ბურთი და თამაში განახლების საშუალება. მოაწოდე შენ, ხო, ანუ განახლების საშუალება. მე წეს ვარღვევდა, შენ კუთხურით მსჯი? ნუ ეგ რაღაცა არა, მაგის შემდეგ იქნება სამკუთხური ერთი პენალი. სულ სხვა მიმართულება. ეზოში თამაშობენ. კარგი დაამთავრა ლაშამ თავისი არბიტრაჟი და ჩვენს დავამთავროთ, უნდა გადაცემა დასასრულს მიუახო და ქრონომეტრაჟი. დიდი მადლობა უთხრეთ ჩვენ სტუმრებს აქ რომ იყვნენ. კარხასიაძე ვარ და გისურვებთ რომ საქართველოს ნაკრების მატჩის შემდგომ ყველანი ასეთ ხასიათზე შევკრებილიყავით აქ. იქამდე კი შემდეგ პარასკევამდე დაგემშვიდობებით და შემდეგ პარასკევს ვისაუბრებთ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, წარმატებები. ყველას ჩვენ ერთად. კარგად.